მოგესალმებით პატრიციული ტელემოხმარებო. ჩვენი დღევანდელი მასპინძელია პარტია მაურის თავმჯდომარე თემურ ბოგოხიძე, მუზეუმის სტუმარია თორის პლატფორმის კოორდინატორი ლერა შონია, მე გახლავართ სამართალ დამცველი ავთანდილ ელთაური. გვინდა დღეს ვისაუბროთ იმ საჭიროებო საკითხებზე, რომელიც ასუხებს თელ საზოგადოებას. ეს არის ბანკების პრობლემა, რომელიც უკვე 3 ათეული წელია მოურჩენელ ტკივილად აძლევს საზოგადოებას. გუშინ მოისმინეს ანდრო რომინაძის ბლოგერის განცხადება, რომელმაც დეტალურად გაანალიზა ის ვაიყოფის მიზეზი, რომელიც დღეს აქვს ქართულ ხალხს. დღეს ემიგრანტად დევნილები 90% ბანკებისგან არიან დევნილები და მათ ვალში არიან. რა არის მიზეზი, როგორ შეიძლება ამ საჭიროებო საკითხის გადაწყვეტა, ამაზე ალბათ ვისაუბრებთ, ისე რომ ხალხს მიეცეს პატარა იმედი, გაუჩნდეს პატარა იმედი, რომ რაღაცნაირად შევაჩეროთ მაინც გადინება საქართველოს მოქალაქეებისა ამ ფინანსურ საფუძველზე, რომელიც გადიან და რჩებიან საზღვარგარეთ. რა სიტყვით? მოგესალმებით თანამემულენო, ნამდვილად ბანკები დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოსახლეობას. მარტო საქართველოს ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებსაც, რომელიც ნამდვილად ესენი წოვენ მთელ საქართველოს სიმდიდრეს და ამას ნამდვილად ნაუგეთ ყველა წინ, თითოეული მოქალაქე, თითოეული პიროვნება. მე ეს დავამატებ, როცა ეროვნული ბანკიდან ეს კომერციული ბანკები იღებენ 7%-ში სესხს და გასცემენ 30-40%-ში, ეს არის ორი დამოუკიდებელი. ამ ეროვნულ ბანკში საიდან შედის, ხო, ბიუჯეტიდან და ბიუჯეტში გადახდელი არის თითოეული მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე, რომელიც იხდის, რომ შეიძლება თვითონ რომელიმე პიროვნება მითხრას მე არ ვიხდი არაფერს ბიუჯეტში, მაგრამ იხდის, იმიტომ რომ ცოტა კურსს მაინც ყიდულობს, ხო? სულსაც ყიდულობს და ყველაფერში გათვლილი არის, რომ ბიუჯეტში უნდა მოხდეს გარკვეული თანხა. ეს საკითხი უნდა გამოსულდეს და ჩვენ საქართველოში არ ყავს ქართული კომერციული ბანკები. ესენი არიან ყველა უცხოური ბანკები, რომელიც დაფუძნებულია უცხოეთში და ესენი განაგებენ სწორედ დღევანდელ საქართველოს ეკონომიკას. მაგალითად ერთ მაგალითს მოვიყვან. ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა სწორედ აპრილის თვეში დააგზავნა შეტყობინებები იურიდიულ პირებთან, რომ გაეკეთებინათ ხელახალი რეგისტრაცია. და სწორედ იმ დღეს დააგზავნა, როცა საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაეწია ხელახალი რეგისტრაციები 1 წლით და გაეხანგრძლივებინა სწორედ რეგისტრაციები 280,000 იურიდიული პირისათვის. სწორედ მათ რომ გაიგეს, რომ ეს მიიღო საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება, იმ დღეს დაიწყეს დაგზავნა, რომ გინდა თუ არა 1 აპრილამდე დაარეგისტრირებთ ხელახალი რეგისტრაცია გაიაროს იურიდიულმა პირებმა. ეს არის სწორედ ის, რომ მოსახლეობას აკეთებენ ზეწოლას, რომ კიდევ ეს გარკვეული თანხები როგორღაც ამოიღონ მოსახლეობის ჯიბიდან. და ყველაზე ბატონო ავტორო, ყველაზე სავალალო ცხრა ეს. ერთ-ერთმა ბანკმა მომწერა მე პირადად მეილზე მომივიდა, რომ გთხოვთო წარმოადგინოთო, რომ ვინ არიან დამფუძნებლებიო, ეს დამფუძნებლებიო, რომელი პარტიის წევრები არიანო, რა პოლიტიკური მიმართულებას უჭერენ მხარსო, ამ დამფუძნებელსო, სადაა აქ ბიზნესიო, ვისთანა აქ ბიზნესიო, რომელ სახელმწიფოსთანა აქ ბიზნესიო, ეს კითხვები გამომიგზავნეს, კითხვები. და თქვენი ოჯახის წევრი, რომელ პარტიის წევრიაო, რომელი აქტიურიაო, რას აკეთებსო, თქვენი მეგობარიო, მეგობრის მეგობარიო, ესე იგი, ისეთ რაღაცებს კითხულობენ, რაც ბანკს საერთოდ არ ეხება.
რაიმის საქმეა, თქვა, რომელი ჩემი პარტნიორი, რომელი პარტიის წევრია, ან რაიმის საქმეა, ჩემი ოჯახის წევრი, რომელი პარტიაშია, ან ჩემი მეგობარი, რომელი პარტიაშია, რა საკითხია, სად ბანკი, სად ფინანსური და სად ანუ მაგათია და ეს დაზვერვის მონაცემებია, ხო? ძირფესვიანად შეისწავლონ საქართველოს მოქალაქეები, რომ მერე ცალკე გამოიტანონ რაღაცა დასკვნა, რაღაც მახინაცია. ეს ბანკი რეგისტრირებულია ლონდონში. კი ბატონო. ლონდონის ბანკის მიერ არის რეგისტრირებული, ეს არის საქართველოს ბანკი, რომელიც რეგისტრირებულია ლონდონის ბანკის მიერ საქართველოს, გვერდ საქართველოს. მე მივწერე მეილზე. ნახოთ, თქვენ რა უყურებთ, რას კითხულობთ, ესე იგი თქვენი გერიო, გერის შვილიო და ესე იგი პოლიტიკური საკითხებს უსვამს, რას წარმოადგენთ. მე ვარ მეთქი, თვითონ პარტიის თავმჯდომარე, რა გაინტერესებთ, ეს ინტერესი გაუქმებთ, რა კითხვებსაც ასწავლთ. მე ბიზნესს ეკითხება, ესეთი ერთ-ერთი კითხვაა, რომ თქვენ უცხოურ რომელ ფირმებთან თანამშრომლობთ, რა საქონელი გაგავთო, გზებიც გითხარით, რა გზები გაგავთ ეს საქონელი. ესე იგი ისეთ რაღაცები კითხვა დასვა. თქო, ეს რა კითხვებია და რა კითხვას სვავთ. და ვინ ითხოვს ამას მეთქი? ამას ითხოვს ეროვნული ბანკია. და გადმოგიზავნოს ეროვნული ბანკის მოთხოვნა. მე გავეცანი ეროვნული ბანკის მოთხოვნა რაც იყო იქ. ეროვნული ბანკი კითხულობს ასეთი რაღაცა, თქვენი კლიენტის ინფორმაცია უნდა გქონდეთ, რას წარმოადგენს თქვენი კლიენტი. თუ არ მოგაწოდოთ ინფორმაცია, გამოითხოვეთ იუსტიციის სამინისტროდან, ვინ არის ამ ფირმის დაფუძნებლები და ძალიან მწირი ინფორმაცია, ესე იგი დაფუძნებლები ვინ არიან. თუ ესე იგი ის ამათ ადგენდა ეს კითხვები თვითონ შეადგინეს ამ ეროვნული ბანკის გვერდის საუბრით და გაუგზავნეს ალბათ სხვადასხვა ფირმებს, იურიდიულ პირებს. ეხლა მე გამომიგზავნეს, ალბათ იმიტომ გამომიგზავნეს, რომ პარტია რეგისტრირებულია, მოღვაწეობ, ვაკეთებ სხვადასხვა აქტივობებს ყველაფერს და ალბათ სხვა ფირმებსაც გაუგზავნებენ. მე არ ვიცი სხვა ფირმებს გაუგზავნოს თუ არა, იმიტომ მეც მაინტერესებს და შემთქვა ცული ვერაფერს ნიშნავდა ჩემი ჯიში და ჯილაგის რო არ ერიოს. აი რა არის ეს? ეროვნული ბანკი ადგას ანტისახელმწიფო, ანტიეროვნულ გზას ადგას. მას არანაირად პოლიტიკურად არ არის გააზრებული რამხელა შეცდომას, რამხელა დანაშაულს ჩადის ერის წინაშე. შენ როცა იღებ დაუშვებ, მათ ჩემი საზრით თვითონ შემოაქვთ მე პატრონებს, თვითონ შემოაქვთ კაპიკებში იღებენ და შემდეგ უკვე ეროვნული ბანკი ადებს თავის ფასს. შემდეგ უკვე გასცემს შუამავლებზე, შუამავალი რომლებიც არიან იმაზე გასცემს და ისინი ცალკე ვაჭრობენ კიდე. ანუ ეს ისეთი სქემა, რომელიც პირდაპირ ურთავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს რა ვიცი, თავდაცვის უნარიანობას, უსაფრთხოებას პირდაპირ თელავს. მაგრამ საქმე რაშია, ძირო, არავინ არ უყურებს ამ საკითხს. არ განიხილება დღის წესრიგში არ დგას ეს საკითხი, რომ რაღაცა შეუსრულებელ. ეს ხალხი რომ გადის საზღვარგარეთ, ხო? მარტო შაშანი 3 მილიარდი მოგება უნახავს საქართველოს ბანკს. 3 მილიარდი მოგება მარტო ერთი წელი. და რამდენი ცრემლი, რამდენი ოჯახის დანგრევა შეეწირა ახლა ამას. თუ არ არსებობს ქვეყანაზე ხალხი, რომელიც ამას მოითხოვს და მტკიცედ მოითხოვს. სწორედ მე ამას პლუს გავამოხილე ყურადღებას ერთ რაღაცაზე, ბატონო ავთანდილ, თავს არ შევაწყებ ჩვენი მაყურებელს. ყველაზე სახიფათო რაღაც არის და რაც მე მომეჩვენა ყველა სახიფათოდ. ეს საქართველოს ბანკი დარეგისტრირებულია ინგლისში, ინგლისის ბანკის. ესე იგი ეს ინფორმაცია, თქვა რასაც ჩემთან მithხოვდნენ. ყველაფერი მიეწოდება შემდგომ ინგლისში სათაო ბანკს. ესე იგი ქართული ინფორმაცია თითოეულ პიროვნებაზე გადის უკვე საზღვარგარეთ, უცხოეთის ხელში და ისინი ამას როგორ გამოიყენებენ თითოეული პიროვნების მიმართ, ეს უკვე სხვა საკითხია. აქ უკვე დიდი ეჭვი არის, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ.
მე არ მივაწოდე და სხვათა შორის ძალიან ის ხანდამირეკეს ვაწვებოდნენ რომ მომაწოდე ინფორმაცია. ეს ისეთ ინფორმაციებს ეთქონა, თქვათ ოჯახურ მეურნეობაში ვინ არის ჩართული, რამდენი პიროვნებაა ჩართული, რაში გაიტანოს ჩემ ოჯახურ პიროვნებაში ვინ არის ჩართული და ვინ ბახსურულებს და ვინ ხეხებსურებს, ხო? რა ესეთი რაღაცები იყო საერთოდ ესეთი რაღაცა ეს არის სორტის დამყოფელი რომ ეს ინფორმაცია პლუს ამას გადის საზოგადოებად. მე მოვუწოდებ საქართველოს ბანკს და თვითონ ხელისუფლებასაც და არ ვიცი ქართულ ბიზნესმენებსაც ჩვენ გვინდა იყოს საქართველოში ქართული ბანკი. აი ეს საგელმამულო ბანკი იქნება თუ რაც იქნება უნდა იყოს ქართული ბანკი და ეროვნული ბანკი დავიდეს თვითონ ეროვნულ ბანკმა გახსნას კიდე სახელმწიფო ბანკი. მოდით ესე ვთქვათ რა თუ შენ 7%-ში აძლევ ამ კომერციულ ბანკს ეს კომერციული ბანკი 40%-ში გვაძლევს მოდი შენ გახსნი შენი ბანკი ქართული ბანკი გახსნას კაი მეც ამ შენ ქართული ბანკი 7%-ში და ამ ქართულ ბანკმა გახსნას 20%-ში და ეს კომერციული ბანკი უნდა არ უნდა აი გაუწევს კონკურენცია და უფრო მეტი ეს კონკურენცია იქნება და დაბალი პროცენტები იქნება ამიტომ ჩვენ უნდა მოვითხოთ სახელმწიფოსგან ეარსებოს სახელმწიფო ბანკმა და სახელმწიფო ბანკიდან გაიცეს ხელფასები სახელმწიფო ბიუჯეტის ბანკიდან გაიცეს ხელფასები პენსიები რაც საბიუჯეტოა ყველა გადავიდეს სწორედ სახელმწიფო ბანკში და არა კომერციული ბანკს არ მივიწევთ ჩვენი საშუალება რომ ჩვენი ფული ჩვენ ქართველები გაწყვეტას მოვაწეროთ ხელი. It's wrong. Mogliet akcjonariat dobis platforma. Tu dobis platforma gawtit, iseti programa უნდა გქონდეს, რომ ყველა ჩვენთან უნდა მოდიოდეს და ეს არის ვისაც ბანკის ვალები აქვს, ეს არის ვისაც წარსული ეკონება და ვერ უნებენ, ეს არის ვისაც დაბრუნება უნდა, ეს არის ის პატრონაჟია და კვარტალში შეიძლება ისინი გამოიწვიოს. ეს არის ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს თანდათან შესაძლებელია. აი ჩვენი ორი შეხვედრის შემდეგ მე ძალიან ბევრი შეხვედრების ალკე მქონდა, ავტოს ალკე მქონდა და მიკვეთებით ამ საკითხებში. მაგალითისთვის ახლა იაკობიშვილი მაია მისი მეუღლე გამოვიდა, ახლა პირველი რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები ყველაზე გვაქვს ეს ინფორმაცია, რომელიც არ არის სასურველი და გავაშერებ, მაგრამ ეს მეუღლე რო გამოვიდა, ესე მითხრა, რომ მის ხარ ჩემი მეუღლე ვაკვირდები მას, რომ ერთიან ემიგრანტთა პლატფორმასთან გაქვს ურთიერთობა, შუჟუნა აბაშიძემ გააკეთა, რომ შეხვდეს გააკეთეს სასწაული, რომ სამდო ადამიანები არიან და ვენდობიდან მიმართა მთელი იმიგრაციის კარგი პირდაპირ კავშირში ეროვნული განარჩევის ფონდთან. 5000 ჰქონდათ კერძო ნებარშისგან აღებული და 24,000-მდე ავიდა. მე ვთხარი რამდენი იქნება 30 და 20,000-ში შევწყვეტ. მაგრამ როგორ შეიძლება ეს გადაიჭრას უთუნეს საკითხია ნებარშის საკითხი. შეიძლება ის ჩვენ მართლაც ტრილიარდებზეა ლაპარაკი, როცა ჩვენ ახლა გავალდა მე მეკითხით ის როგორ შემოვა ეს ფული და როგორ გაგდება ეს რეალობაა, რასაც ვიზარდი. ახლა იმდენი მყავს ისეთი რომ ის პარადიგმოს მიზანის, მაგრამ ძალიან ბევრი თითქმის 300-მდე გავხდით, ვინც ამ ორგანიზაციაში შეკრული ვართ, შეკრული გუნდები და მეტიც შეიძლება ვიცებსაც ვიტყვი. როგორ შეიძლება მის გადაჭრა დავუშვათ? ერთი ვარიანტი არის რომ ფონდი გადაიხდის მის ფულს. დავუშვათ თეორიულად წარმოვიდგინოთ. მეორე ვარიანტი არის რომ იგეგმა ჩემი შეხვედრა სინოდის წევრებთან, მაშინ ჩართულია რამაშაჩიბაია, რომელიც გერასიმესთან იყო, მისგან უნდა მეკუთვნილ და შეიძლება სინოდმა დარწმუნის მექანიზმით ამ ნებარშებში რაღაცა ზემოქმედება მოახსენოს. ეს შესაძლებელია ვარიანტში, როცა დობის პატრონმა ძალა გაგდება. გასაგებია თემორმა სიგნებულა დავაპარაკო პატრონს. უშუალობა თავარი და აი ეს უშუალობა უნდა იზრდოს და აი უყურებელს ვიტყვი, მაგალითად ჩვენთან ლაზარე ახვლედიანია, ხან ისე ვიტყვი, ხან ასე მეტყვის თუ მესამე ძალა მივსდო რომ ჩვენში რაღაც ამბიცია დაგვაგვირს იმის მიერ ძალიან იმდენად ახლოს უნდა ვიყოთ. აქედან გამომდინარე რა მინდა თქვა. როდესაც ამ საკითხებთან დავიწყე, ჩვენთან გამოვიდა ბექთარ ფედანი, მოკლედ ვიტყვი, ეს არის 72 სამხედრო ლიკვიდაციის შეთქვეს, რომ ნაპოვნია ხერხი, რომელიც ჩვენ გამიყვანს ხორცაზე. რა ხერხია ეს? ილია ჭავჭავაძემ სადგილმამულო ბანკში, რომლის მესაკუთრე თელიერი გახდება ყულაბა, ერთლანერი ყულაბა, სადაც ამ ყველა გვარმა უნდა ჩააგდოს. ამ განხილვის დროს მე მოვიწვიე ეროვნული
ბანკი და ძალიან ძლიერი სპეციალისტი ჩამერთო ჩემი ბიზაშვილი ნანაშონია, ეს არის დეკანი ეცერეთის აღების ქუთაისში, რომელიც აფასია ხალხებზე და ყველაფერზე მუშაობენ. ჩამერთო შონიების საგვარეულოს კავშირის თავმჯდომარე ოთაშონია, ყოველი თვის ბოლო კვირას და 300 შონია იგროვება სერიოზული ხალხი, თვითონ არის ინფორმაციულ მეცნიერებათა დოქტორი. და როდესაც ამ თემაზე ფიქრი გამოვიდა, მე ჩავერთე, სანამ ბანკის სპეციალისტი ჩაერთვებოდა, ჩემს ბიზაშვილს დავუვიდნენ და უთხარი. და ამ რეფერენსების ესე ადვილი არ არის ამის დაწევა, შესაძლოა ჯერ პრივილეგიური ფერას არასოდეს არ უნდა რომ თავისი დამწარდეს. მე კასტრაძე მინეირი დიდი თემა მაჩვენა, სადაც ივანიშვილის დიშვილის მიერ გაკეთებულია ეს მამაკალაქი და ყველა სოფლიოს ყველა ტურისტული ცენტრები ლაპარაკობენ, რომ 197 გეხალაზე თითოეულში გექტარში და თითოეულში 7 წრეა, აქ ლაპარაკია კონკურს საავადმყოფოზე აწევუცებ, მერე კულინარულ აკადემიაზე, მერე არის კულტურის საერთაშორისო რეკრეაციის ზონა, მერე სამუზეო ზონა, მერე გადის დისკებები და ასე შემდეგ და ფაქტიურად საქართველოს ხდება დუბაიზე უფრო ძლიერი სამინისტრო ცენტრი. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ამოუღეს ვიდეო, იმიტომ რომ მონოპოლიას ერთი კაცი ვერანაირად ვერ დაარღვევს. მე და თქვენ ამდენად ჭკვიანური ძალა არ ვილაპარაკოთ, ძალა უნდა გავხდეთ. ამ ძალასთან დაკავშირებით თუმცა ფონდი ვახსენეთ, ამ ფონდისთვის შენ უნდა გახდეთ დონის პლატფორმა. ეს როდესაც შეხვედრებს ვაკეთებ, სულ ვცდილობ ისეთ ადამიანებთან, რომ შეკვეთა შემოვიდა იმიგრანტთა პლატფორმიდან ზაირა ჭილაძე შეხვდა. დამისვა კონკრეტულად სწორი კითხვა. ეს ილია რო იყო, იმიტომ მოხდა და იმიტომ დადესერტილარი. თქვენ ხართ ილია? სულიკურად სწორია, მაგრამ მე ამ კითხვაზე იმ მომენტში პასუხი არ მქონდა, მაგრამ ჩემ თავში ამოტივტივდა გამოცდილება, როდესაც მოსკოვში ესეთნაირად ვიღაცები ჩაერთო და სამ ბუჯაკანთარი არ ჩაერთო, არაფერი არ მოხდა, მე ძალიან ადვილად მოაგვარა. რესტორნული ვარიანტით, ანუ ეს სუფრი პირველში, მეორეში 7 კაცი ვიყავი ბევრში და მე 300 კაცი შევიყვება. ეს ჩემს თვითში ღრმა ჩაჯდა. ამიტომ ამ ეროვნული გადარჩენის ფორმირებაშიც ამას ვიხილებ, მაგრამ როცა ზაირამ მკითხა, ეს კითხვა არ ვიცოდი. ну რაღაცა მიულო დავიზრუნე, თავი და სხვა რაღაცა შევიკითხე. მეუთხარი აი კორპუსში რო ცხოვრობენ ბავშვები. იმათო 5 წელი ერთად რო დაისვენა მაშოვის გაჩნდება, სიყვარული. გონიერი კალბატონია, კი გაჩნდება. აი ახლა წარმოგიდგენია მეთქი რომ ეს პანსიონატური მოძრაობა და ჩვენ ჯგუფში გაერთიანდა და ალექსანდრე თავართხილაძე ეს სოფლიო ხელოვნური ინტელექტით 10 გენეტიკოს შორის არის აღიარებული. წარმოგიდგენია ახლა ჩვენ ვაფეთქებთ ეროვნულ მართლმსაჯულში და იქ იქნება 10,000 კაცის შეხვედრა, ეს ყველაფერი დეტალებში დაგეგმილია, ძალიან ძლიერი ძალა დგას ამ ჩვენს უკან, ძალიან ორგანიზებული ძალა, ანუ აქედან მთლიანად კავკასიის წარმომადგენლები იქნებიან, საზოგადოების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, მოაზროვნეები, საქართველოს ყველა მოაზროვნეები, ახლიდიანების გვარი, ამათ ჩაერთვება 600 სხვადასხვა გვარი, ამათ ქალაქში ზეიმი იქნება და თამადა იქნება, მარტო მიხვდებით ვინ ასტანაბაშიც. ამ ჩვენ ამისგან არ მივიღია თანხმობა, მაგრამ როგორც კი ეს გავაშერე, გენეტიკურად აბაშიძეები ყველა გამოვიდა ჩვენთან, იმიტომ რომ აბაშიძეები არის ის და საერთოდ ინდიელებს არ აქვთ ეს სახელმწიფო აზროვნების გენი და პარლამენტშიც არ არიან. აბაშიძეებია ის, ვისაც ყველაზე მეტად შესწირვა გული და ესენი შეძლებენ ერთის გაერთიანებას და იმავე დღეს დაფუძნება საქველმოქმედო ცენტრი ლაზარე, რომელიც იქნება დაახლოებით ჩვენთან რო იყო პიონერთა სასახლე ჭადრაკის ცენტრი. და შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, რომ აქ სახელმწიფოებრივად გაიზარდოს მოვალეობა. მე მესმის ახლა ფანტაზიის ნაბობს სურათს რო ხატავ, მაგრამ მითხრა რობერტ ასაძე მამაში შემოგვიყვებიან ხელოვანები, ანუ ეს არის არასტანდარტულად მოაზროვნე ადამიანები. დაუბრუნდეთ ამ თემას ფონდთან დაკავშირებით. თუგი აბატი თუ დაგიენგარიშებია დაახლოებით რამდენი უნდა გადაიხადოს საქართველოს მოქალაქეებმა, რომ ამ მარწუხებიდან გამოვიდნენ. უბრალოდ ეს სხვადასხვა მე თეიმურაშა შეშვეს კიდე მეორეჯერ ვახსენებ და მე ჩემით გავაშერე ეს იდეა ფესტობიერად და როცა ელექტრიშონიას არში მივედი ბედობის დღეს იგერთილარი იას ვაჩუქე და ერთად საქართველოს გადარჩევას სულ მქონდა თემური მითხრა ეს არც ისე ადვილია. ილია ჭოჭოაძემ სწორედ ეს გენიალური მოიაზრა ყველა გვარი ტყვის ერთ დარს. და მაშინ შორიების საგვარეულო დროშის და ვიდეო პრობლემა არ არის 1000 ლარს ჩვენ და ფიურად შემოგვიყვება სხვები თუ აყვებიან ამას.
მაგრამ სწორი ზუსტი ეს არის რომ შენ რო გახდი როგორ აი მაგალითს მოვიყვან ესეც ნიშს რა შეუძლია ესე იგი ალბათ ესეთი რაღაცა კვარაცხელია სტრიბლინგი აქვს ხედვა აქვს სისწრაფე აქვს და გატანის შანსი აქვს უდიდესი და უნდა გაიტანოს მე უბრალოდ მიიღებს რომ ჩემი კვარალიბრმა მას ამ დროს მე ეს ვილაპარაკე ჩემნაცესთანაც ეუნება მწვრთნელი სპალეტი რომ სხვაგან 100 მიეცი შევიქე აი თქვენთან თორქის რაღაცა მოვიდე თქვენ შევთანხმდით მოვუხდები იგივეს მივიდა უფრო მეცან ცოტათი ნაკლებს მაგრამ აუცილებლად ანუ პასი გიმრუნდება მაგრამ ამ შემთხვევაში თემო თვალებში გართმობა მას რომ აი შენი თვალი ეძებს რისი თქმა მინდა და თითქმის წინ მისვლიდა ხვდები რომ ყველას ტექნიკას თუ იპოვეს და გადაკვეთის წერტი ზვარი რომ დავუყდე მეთქოს გაიტანს შედეგი მიიღო წვენზე ახლა წვენზე გიხება ორჩა არა ახლა უკვე რა ხდება ყველა სასწავლი შეიტანაში ანუ კოლექტიური გოლი შეგვიძლია ჩვენ თუ კოლექტიური გოლი შევიკრები მაშინ რაც ავთო თქვა ეს არის გენიალური რომ ეროვნული გადარჩენის ფონდში ახლა კონკრეტული ღონისძიებები 500 სხვადასხვა პლატფორმა შეუძლია დირექტორატში ეს იქნება უდიდესი პლატფორმები რომელიც ემიგრანტებში არიან და ეს იქნება ის მაგალითად დიდი ხანია ვეძებ იზოლირებული გადაადგილებული პირებში რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ იპოვოს ის მეურვე შენ ყველაზე საუკეთესო კი მყავს აი ისტორია მე არ მიდახარ თემას რომ მან შევეხო მაგრამ დღეს თუ დამერწმუნები ორი ძალა ებრძვის ერთმანეთს ეს არის ნაციონალური და მეორე ძალა შეიძლება იყოს ისინი ვისაც პრეზიდენტის ხელობაში მიუწვდის ვარ მაგრამ ბატონო მე გასწავლოთ ერთი შეკითხვა ეს ძალიან კაი იდეაა და ძალიან რთული განსახორციელებელია. იმიტომ რომ რაც თქვენ ჩამოვაყალიბეთ, ამას თუ ხელისუფლება ხელს შეუშლის, მაშინ რთული იქნება. გავთ აი ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ეს არის რომ სულ ცოტა ხელი არ შეუშალოს. იმიტომ რომ აქ დიდი ბარიერები არის. რასაც შემამოთ, სწორედ ეს არის მათ შეიძლება შიში გამოიწვიოს მათში რომ ხელისუფლება დავკარგოთ და ეს ზუსტად პატა გვარი აღმოსოს და მათ პასტორი რაღაცა რომ მილიონერები სანამ არ მოინდობა მაგრამ ქრისტიანობა არ იოცებდა და ხელისუფლებას უნდა მოუნდეს ეს ანუ თქვენი ხედვა და თქვენი კითხვა არის სწორი მაგრამ რაში აქვს საქმე და რატო არის კარგი იმიტომ რომ კრიტიკული აზრობა ყოველთვის ეხმარება კითხვის დასხის ხელოვნებას მოდელების წარმოშობას და მოდელში თავარი მოდელის ფორმას აი როგორ ხდება მაგალითად ერთ-ერთ ეტაპად იქ აფეთქება და ამაში ძალიან ბევრი ძალებია ჩართული და ეს მოხდება და როგორ მოხდება მას თუ შემეკითხები და რომ სამშობლოების ვიტყვი და საქმე იმაშია რომ შემდგომ ეს ზუგდიდში გამოდის და ზუგდიდში არის ძალიან დიდი ეროვნული მუხტი როცა მე ეროვნულობაზე გამოვედი პირველი რაც ვთქვი რომ კადათუთა საერთოს ხომს არ ვაჭვებ მეორე რაც ვთქვი გიორგიეზე და იმათ უთხარი რომ არ არის ეს პოზიცია სწორი არ ვიცი რომ ის გამოდიოდა რომ თქვენ თუ დაუპირისპირდებით ჩემს ბიზნესს და ჩემს სოლის რომელიც მე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს იმის გამო რომ მათ აქ დაბალი ეროვნული ცნობიერება მე თქვენი არ დავთქვი და მეორე საკითხი იყო რომ შვენიერება მოვიდა და მერავი და სვიადი მაგრამ ჩვენ ვერ შევინარჩუნდა და ყველაფერი ჩვენი ვალია და დარბაზი ხოხარდაში დაყვა და მე ვთქვი ჩვენ თუ გინდა შევცვალოთ რაღაცა და მიმართულება ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ ძალა და ზუსტად ბანკზე რომ ვილაპარაკე საერთო რუსიაში 700%-იანი პასტამატი ეს უნდა დაღეჭილი მივაწოდოთ ხელისუფლებას შესაბამის ორგანოებს დაღეჭილი რომ თუ ესე არა მაშინ რა იქნება ეს ამ შედეგი უნდა გაჩვენოს კატასტროფის წინაშე ვდგევართ იმიტომ რომ აქ არის ზესიძობის ვარიანტი აი მაგალითად გუშინ შევდი ძალიან ძლიერი ეროვნულები იყვნენ და მე მოუხრივი ესეთი რაღაცა და საბოლოოდ არ მithქვია რომ რაღაცა უბას ქსელი მოგსოვოთ ისეთი რომ იქ ყველა ვინც ეს ქართულის წინამდე გვიდის იმათი ესე იგი ვერ შეძლო ჩვენზე ზემოქმედება და რა მithქვა ერთ-ერთი ეროვნულმა რომელსაც არ აქვს მისაღებია და მე ახლა ვის არ მოგედეს ორობას ციხეში რომ ვიჯექით რომ უბაქსები იყო ჩვენ არ ვეხებოდით და შეთხური პატიმარი ახალი შემოვიდა და შიშის გამო ჩამოხიო წარმოვიდგინე თუ კეთროვანი და ივალიდი გახდა ყველა ძელი მას როცა იმ ოჯახში შევდიოდი ნებისმიერი მცენარე რომელიც არ ყავასული ეს სამოხეთა ბაღი რო გადაადგილო შამანი იქცევა ანუ სესლა იცევა და ასე შემდეგ ვინც კი ეკლესიიდან რამე მოიპარა მე მეზობელს როხის მოსაბარად
გავხრები და აქ ყველა ისინი მათ ოჯახში ჯიში გვარი არ გაჩნდა. ანუ ხერხია ყველაფერში თავი. ყოველთვის არის მე იპოვა ის რომ ცხელს აჩქი ისე შევა და შემოგვნა შიშია ჩვენ რაც გვება ერთიანებს. ამიტომ ჩვენ ძალიან ხმა შინაარსი გავედით და ჩემთან რეალობა ეს კონტენტ კრეატორები და პროგრამისტები მუშაობენ და ალექსეი არის ესეთი, რომელსაც მიმართეთ უდიდესი უძლიერესი პროგრამისტი დიზაინერია, რომ გავუკეთოს ლოგო. ქართულ დასასრულში უკრაინელი, რუსი და ქართველი და ეხრებიან ქართულს ესენი ვერჩი. ანუ ეს ომის გაჩერების სიმბოლოა, მეორე ჰიმნი იქნება რუსულად და აკრაინულად და მესამე ძალიან ძლიერი რევა გაგნიძე, ირაკი გაგნიძისგან წინადადება. ერთი დაამთავრა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი ეთნოსოფლისთვის ერთი ტრენინგ ცენტრის გაკეთება უკრაინელებთან და სოციალურ დაუცველებთან. 200,000-მდე და მეტი სოციალური დაუცველი ყავდა. ისა ავტო ქათამი რო დაისვას მორჩენილია მაგის ამბავი იმას მოუხსნიან. ესენი ყველა დამონებულ სიტუაციაში და ერთგვარი ბერკეტია. მე ნიშნავ რაღაცას ვიტყვი ახლა ეს იქნება ერთი რომ თვითონ ეს რუსებთან ერთად ძალიან ძლიერ პლატფორმა შევქმნით. შემდგომ როგორ გახდება ეს პლატფორმა Facebook-ზე და იმაზე ძლიერი თუ შემეკითხებით გასვხებ, მაგრამ აქ არის შიშია ყველგან. აი ეს შიში რომ დაიძლევა და მეორე მომენტი არის, როდესაც დავუშვათ კორპუსებზე ახლა ვაპირებ პეტრიცის ცხოვრობ. თელი კახელი ძალიან დიდი ძალა ვაპირებს უბიჭი ჩასვლა ველაპარაკე ედემიზორიას, სადაც ის მერული სვანური ლაზური პლატფორმაა. ეროვნული ამბობენ რომ 3000 კაცი დავხვდებით, ხელისუფლებიდანაც წამოვიდა ჩემთან ძალიან პოზიტიური ძრები, ჩემს სახში იქნებიან და იქ თავადა ითქვის რომ ხსნით სასაფლაოებს. მე ეს ვიცი კარგად ვაპარაკე. მოდი დავასხვნათ და გამოვიტანოთ რამე და რაიმე დაასკვნა რაიმე სახე. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი არის სასიცოცხლო საკითხი და მოსაგვარებელია ხელისუფლების მიერ. თუ ხელისუფლება არ დაინტერესდება მსგავსი საკითხების მოგვარებით, მაშინ რას შვრებით? რა უნათმეს ქართველმა კაცმა საქართველოს მოსახლეობა რა უნათმეს? ორივე სვამ ზუსტ შეკითხვას და ამ ზუსტ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი უნდა იყოს. ზუსტი პასუხი ვერაფშუნიეს კი არ აქვს, უკვე გაჩნდა აქტივობა და ჩვენ როდესაც აი აქ არის მთავარი, მე უნდა გითხრა რომ ეს არის ყველაზე მთავარი, რომ პროგრამისტები რომ მუშაობენ, მაგალითად თქვენ ახლა რამაზ ჩაჩიბაიას რო დაურეკოთ ან იმზარციბდავს, ისინი იგივეს გეტყვიან, როგორც თვითონ არიან ამას დაბნისული. აი მინდა თვალებში ჩახედეთ ფიგურა ის რა თქვა რამაზ ჩაჩიბაია, მე საკ მიწერია. რამაზ ჩაჩიბაია თქვა რომ მე ვარ ჭაქვინჯიდან და ჭაქვინჯის საარჩევნო ერთეულში ვინმე ხვიჩა, პირობიდან უნდა თქვას, რომ მე მინდა ჩემი ქვეყნის მესაკუთრე გავხდე. მე მინდა რომ ჩემი ხელისუფლება იყო ჩემი საფული. მე მინდა რომ არარეზიდენტებიდან მიმართებოდი. მე მინდა რომ მეგრულ ლაზურ სვანურ ენებს გავუჩეს ფუნქცია. ძლიერ ხება არ შევარა იმაში, ხო? მე მინდა რომ ჩვენ ესე იგი გადანაწილება მოხდეს თვითმმართველობისა. მე მინდა რომ გვარდაკავშირებს გაერთიანებით გვარდაკავშირებს შეეძლოს პატიმრის გამოწვევა და თავის თავზე აღება. მე მინდა რომ განოვდეს ის სესხები, რის გამო ჩვენი კალებია. მე მინდა რომ შემუშავდეს ძალიან ძლიერი ემიგრანტთა დაბრუნების პროგრამა. რასაც ჩვენ ყველას გვინდა, მე ყველას გვინდა. აი ახლა რას ლაპარაკობს და რაზე საუბარი და რა მითხრეს ეროვნული სრულიად ბუნებრივად წარმოიშვეს საკითხი. მე ვიჭერდი და იციან მადლიერება, დიდება უფალს, ორივე მადლიერები თემურშაში ეშვეს მეზს და ართო, მაგრამ თუმცა თუ ლევი არ იძლევა ნაყოფს, იმ ადგილას მე ერთხელ რომ მივიყვანოთ ხალხი და მოსწრაფ, აი ლევზე გეპატიჟებით არ არის, მეორეჯერ არავინ არ გამოყვება. ეს საკითხი არის აქტიევსის კუდი თემურშაშვილისთვის, მაგრამ ისედნაირად მოხდა ეს ღვთისდება, ადამიანი რომელიც ჩემთანაც კარგია, მაგრამ შუნტარი ადამიანია და ვერაფერს ვეთქოდი, ძალიან უშუალოდ თემურას შაშიაშვილის მიმართ და იყო გაგნიძე ირაკლი, რომელიც ამბობს რომ მე ფეხებს დაუვა ნაციონალებს ყველას, როგორც რასაც არ თქონდა პარაგოფს ეს მოხდეს, რომ დიდი შეგება მოხდეს. და მე არ ველოდი ამას, იმან როცა მე გავჩერდი უბრალოდ არც ქონდა არასდროს არ ყოფილა ეროვნული ხელისუფლების ხარისხი, მაგრამ აღიარებით მოვედი და თქვი რომ მომინდა ახლა მომინდა მთელი ზარი და თქვენ დამიყოდები, რაც ამიტომ ძალიან კარგი რომ არ ყავდა გასული არა. ანუ რიტუალებში ღვთაებრივია, ხო? აი ნახეთ რა მოხდა, აი ირაკლი გაგნიძის ეს ბუნებრივად მოხდა, იმ კაცს უთხრა. ძალიან კაცრად უთხრა, იმდენი ღვაწლია ეს მერავის ეს შეხედავ ეს გულში ჩავიკარეთ, ახლა მერავის ამცირებ შენ ამ წუთას და ხმას ვერიდებს და გამერილის კაციო. და ამ დროს კითხა
თემურა შაშიაშვილი შეგიძლია რომ ჩვენთან გამოვიდეს. ძალიან სწორი სვლა გავაკეთე მე რომ დავვრეკე ერთ-ერთი ემიგრანტთან რომელიც აფინანსებს ამ იმას და არის მეცენატი და ძალიან უყვარს ეს თემური. თუმცა სხვებიც არიან და ჩვენ ვიცით ვის მეცენატებია და მომწერა რომ ადრეში მოვა თემური რევას თოდრიასთან. ანუ ეს რევას თოდრია შეგვეთით იყო რომ მე ამ თემაზე მელაპარაკა. რევას თოდრია ხელოვნურმა ინტელექტმა აღიარა ნომერ პირველ ადამიანად იური გაგარინი დააყენა, იმიტომ რომ ის შევიდა იმ საერთო-სამზეოს მოძრაობით, ეს არის უდიდესი მოძღვრება, თვითონ მე დავწერე დღეს და გამომეხმაურე აბსოლუტურად სწორი ხართ. თვითონ არიციან ეს მოძღვრება მიკრობიოლოგიის დონეზე, თუ 1 გრამ მიწაში არის 40 მილიონი ბაქტერია, ცოცხალი ტრილიონები და რატო არ შეიძლება და ის რასაც წერს იქ ცხოველების მოვლაზე მიწაზე ეს ყველაფერი პერმაკულტურის მის ჩემ თავზე გამოცადე და მივხვდი რომ ესენი ვერ ერკვევიან ხმა ამაში, მაგრამ ყველაზე სასწაული კონტრასტი ნახე ახლა კაპი ჯორჯაძის სასაფლაოზე ვიყავი და ოჯახმა დაპატიჟა დაახლოებით 80 კაცი იჯდა და 300 კიდევ ერთვებოდნენ. აკაკი ჯორჯაძემ შეძლო ამ უსწავლეებში მიუხედავად იმისა რომ იქაც ძალიან ძლიერი დაპირისპირება მაინც დატოვა გუნდი, აქეთ საერთო-სამზეოში ეს გუნდი არ არის პარადოქსია, მაგრამ ამაზე წერს რევას თოდრია რომ ჩვენ ვერ ვაჯობეთ მამას, ანუ ლაპარაკია შალვა კაჭარავაზე. ზოგადად მე რომელცა ან მენის სასწაული რაღაცა რომელსაც თავისუფლად ლაპარაკობა ფოტოგრაფიულ მასწავლებაზე და ნუ სოფლიოს უდიდესი მეცნიერები რო იყვნენ მართლაც ხმას ამოღები არავინ არ არის, როდესაც ზემოდან რაღაცა მოეცე მათემატიკის ზუსტი ალგორითმია. ჩვენ თუ სუსტ ალგორითმს ვიპოვეთ, მე ყველაფერი წავა. მაგრამ იგივე მიეცა გიორგი ლომიძეს, რომელიც კახეთშია, ნახევარი საათი კაცი იყო ჩამოგიდული და დაადოვით ლაპარაკობს ესეთ რაღაცას, რომ 12-24 კაცი სათავეში უნდა ვიყოთ. და ეს ფაქტიურად ლაპარაკია რომ კახეთი თავია და ეს თავი ყველაფერი უნდა ემორჩილებოდეს ამ თავს. მე მაგალითად მარკს ქერხემანი, ხერხემანზე ზურგის ტვინი დაფარულია ქსოვილი, ქსოვილებში არის ატომები და ტრილიარდობით, 100 ტრილიარდ ყველა უნდა ემორჩილებოდეს ამ ატომს. ანუ სამ საქმეში ყველა ესეთი უნდა ვიყოთ, რომ დავალებას მივიღებ და ეს კეთდებოდეს. მიდის აქეთკენ საქმე, მაშინ ვიკითხე აქ პოდკასტს, ეს დავუშვათ ყავა და იდგარით. ეს ლიაკუტანაძის სახში ვიყავით, ეს სასწაული ტვინში საერთოდ ეს სისხლის ამბავი გადაჭრილი აქვს და ისე შენიშნებს მასლებს, მე წავიფარიცნებ იმას. ბევრს ლაპარაკობ, ჯობიას კითხვები დაუსვა იქითო და სწორი აბსოლუტურად და ეს ჩემთვის ძალიან სწორი ის არის, რომ პროცესს მივიღე ვიგე. კითხე ამ გიორგი ლომიძეს, ეს ყავა ნაშია თუ შაქრიანი მეთქი. ბაჭე, ის შეიძლება ზემოდან რაღაცა მოგეცეს 100% და ჩვენ ადამიანებში მილიონიდან ერთად და თუ თავში არ იქნა სათავეში ისეთი რომელიც ერთმანეთზე არ გაძლევიან, მე სასწაული რაღაცა მოხდება. აი ახლა არასტანდარტული და ეზრობა ერთობა რომ დავაფუძნებ, იქ გამოჩნდა ფაქტიურად ნაპოლეონი. ეს არის რაღაცა ავატარი სამართალმა პოლიჯამა, მართლაც კენჭოშვილმა ავთანდილმა თქვა ეს ვაჟაში ჩასახლებული და ახლა იძლევა კითხვას და თან ლაპარაკობს. თუ შვილსაც იგაიგებ არავინ არ მეპასუხება და ამ დროს მე ვეგზადები იმისთვის რომ აი ამ შაშიაშვილთან დაკავშირებით როცა ეს მოხდა და 10 დღის ისა მე მაინც ვარდებოდა ჩავთვალე ვახში შევხვედროდი. ვახში ჟვანი არის ესე ჩვენ საერთოდ ყველას გვიყვარს და ორ ადამიანზე დაუსვი კითხვა და ნუ ჩვენი აზრები დაემთხვა და მე ვთხარი როგორ მოხდება ეს ეროვნულებთან რომ მიყვალ ხო დადგება ეს საკითხი და როდესაც ვოლინტირ და ეროვნულებთან ქონდა თქვენს ესეთი რაღაცა. თემური თუ მოვა ჩვენთან მაშინ მას მომწვენ ჩვენთან სოფლებში სიარული და იმ შუტარ დედა რომ გამოუტანს იმ საჭმელს და თვალის წესები სიყვარული და უბრალოდ რომ გაიგებს ადიპოვისთან იყო დაარკვეული შეხვედრის შემდეგ ის აუცილებლად მივარი დასკვნოდი და გაიგებს იმას რომ რა ხდებოდა მაშინ შევარდნაძის მომხრე იყო მისთან გაიზარდა სულ ებრძოდა შევარდნაძის ხო იცი ხედვებს ებრძოდა ყველაფერს მაგრამ ვარც ვერ ამბობდა ძალიან კარგად ხსნიან ისინი და 100% დარწმუნებული ვარ რომ გადაკვეთის გზა იქნება თემურიო სადღაც აღგება და იტყვის რომ არასდროს ვიყავი მე არ აქვს მნიშვნელობა თემურიას გაკეთებს რა სხვების გამოჩნდები ანუ თოლიე ჯონათანზეა ლაპარაკი რომ მაშინ დიდი კონფერენცია გაკეთდება და რაც რამაზი თქვა ის საკითხი ქარტია გამოვა. ამის შემდეგ კახეთში ჩვენ ძალიან ძლიერ და იქ დავაფუძნებ ეროვნული გადარჩენის ფონდს რეალურად
დავაფუძნებთ ერთიან საიტს და ერთიან ინტერნეტ ტელევიზიას და დავდგამთ ყულებას. ეს ყულება გაიხსნება ყველა მაღაზიებში, ყველა ქუჩაში, ყველგან და რა ვიცეს ემიგრანტებმა. ყველგან კონსოლს დავანთებ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველგან დავიწყებთ მობილებას. ლაპარაკია 10 ევროს საწევრო გადასახადზე. მე მაგით შეგითხო ბატონო. მე მინდოდა დავამთავრო, რომ ჩვენ უთხარით, რომ 500 ის იყოს, როგორც ავთო თქვა, ჩვენ არ გავგაკრავთ ამ კურსს. ჩვენ არ ვართ ის მათხოვლები, რომ ვიღაცა მოხსნა და შედეგი არ ვაჩვენოთ. შედეგი რო ვაჩვენოთ, ფული თავარია პროგრამებში წავიდეს, მაგრამ ბოდიში ხდი ძალიან დიდ ბოდიშს რო გადავჭერი. მე რა ხდება? აი ამ პროგრამისტების და ამ ჩვენი პროგრამისტების თანხლებით მუზარმაზარ თანხაზეა ლაპარაკი, რომელიც თავისუფლად მოხდება. იმიტომ რომ იანდექსის აკაკი კოროშევაძესთან მივედი და მასთან ერთად განვიხილე როგორ გახდა იდეა აქტივი, თვითონ ტაგზე დავჭექი და მთელ ამ ონლაინ ბაზარს ვსწავლობდი, ეს მილიონი წელი არ ჭირდება, რომ დავждალიყავი, მაგრამ რა ხდება იცი? ეს ემიგრანტი ანიკო გიორგოვიანი თუ მიიღებს 500 ლარის ნომინალური აქციით იყიზა 5000 გახდება, ტრანზაქციით იქნება დიდი მაგალითად იანდექსის ერთი ტრანზაქცია და 19%. ეს თანხა დაждდება აქ და ეს თანხა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ძალიან ძლიერი ბიჭია, ესე იგი ლაშა გიორგი ლომიძე. ძალიან ძლიერი ბიჭია ის კვირა შეგვერთება ჩვენ, კვირას ძალიან დიდი გადაცემა გვექნება ლია კუტალაძის საფილან და რაზეა ლაპარაკი იცი რომ ამ შემთხვევაში ეს ტრანზაქციის ფული რაზე გამოვიყენო და მივედი დასკვნამდე მე თვითონ რომ აკაკი ჯორჯაძის გუნდი ჩაუდგეს სათავეში და აქედან გურამაკაცარია ლაპარაკობს რომ უზენაის საბჭო შეიქმნება და ჩვენ ვიტყვით რომ საქართველოს გამარჯვებით პატრონმა რომიცეთ და დავაარსეთ ჩვენ ვიტყვით რომ ეს ფონდი საჭიროა, ვიტყვით რომ ეს საიტი საჭიროა და თუ ეროვნული დაჟანგული მატარებელი დაიწყო 200.000-მდე ზვიადის მომხრეები და ეროვნული ხელისმომხრეები დაგებიან თქვენს გვერდით. აი ეს სიტყვაც მინდა ბატონო მე ერთი კითხვა მაქვს. აი მე რამე და ერთია. მაგრამ მეორე მხრიდან რეალობას უნდა შევხედო. აი რეალობას შევხედო. ყველაზე მთავარი შეკითხვა დასვას. რეალობა შევხედოთ. რეალობა როგორია? აი რეალურად ახლა ჩვენ გვინდა კი ბატონო ძალიან კაია ეს ჩამოყალიბდა. ფაქტობრივად ეს იქნება, რაზეც ხელისუფლება ეთქვის. თქვენ აკეთებთ ფაქტობრივად გადატრიალებას. მარტო ხელისუფლება არა. ამას ემხნელა ძალა დაუპირისპირდება კიდევ სამ ბანკებთან დაკავშირებით, ხო? უნდა შეიქმნას ეს ბანკი. ჯერ ბანკი უნდა შეიქმნას, ქართული ბანკი უნდა შეიქმნას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული კიდევ უცხოურ ბანკზე. მეორეც ხელისუფლება ეთქვის, თქვენ ამეთი ფაქტობრივად გადატრიალებას აკეთებთ, რევოლუციურ გადატრიალებას, მშვიდობიან გადატრიალებას აკეთებთ და აი თქვენ ამეთი იღებთ ხელისუფლებას სათავეში. ამეთი შედიხართ უკვე ეს ორგანიზაციებში, ხო? ნუ მე ჩემი მაგალითად გეტყვი რა შემდივართ იმას, უკვე არ ჩვენ ხელისუფლებიდან როგორ იქნება ეს შეკითხვა სწორი იყო, სიცილი ძალალი იყო, გეოვეთე ამბობს რომ ადამიანი შეიძლება წამის მეტრილიონში რაზე იცინის იმით, გვერდურად რო იცინის, თქვენი შეკითხვა იყო ამდენად აი ეს ყველა ვეძებდა შენ მე რა გამოსვლაბარაკო, ანუ დაიწია შენ და მართლა სასწაულია ეს. ესე იგი შონიევის საგვარეულო კავშირის თავმჯდომარემ შემახვედ რა მამა ზაქარია შონიასთან და მე ეგრევე დავუსვი კითხვა სწორი ვარ რომ საკაცობრიო პრობლემა არის სულის კილო. კი. და ეს დარწმუნდით სასაფლაოები თუ იმუშავებს მეთქი კი და აი ასე ძალიან ცუდად გავუწიე ხელი შონია ხო არის და მეთქარი თუ კურთხევას ვარწი და ველოდი იმას მე არ მინდოდა იმის რაღაცა ესე სიტყვა და ლაპარაკი ჩამეხუდა თელი დაიწყო. რაგატილებს მეთქი და მეზიზღება აქ რო არო რა ვქნაობოს ჩემი ფუნქციებს და ვასრულებ. ერი და ბერი ვერ გავაერთიანებ. ამის შემდეგ დავუკავშირდი გურამ მოთხოვზოლიას და მითხრა მე რა შენ ხო ინტერნეტ სივრციდან ცოცხალი შეხვედრები დაიწყე კი მეთქი 1000 შეხვედრის შემდეგ როგორ იქნება მეთქი ალბათ მაყურებელი ამ სამ შეხვედრაში შეატყობს რომ წინ მივდივარ 1000 შემდეგ ალბათ აქტიურად დავიწყებ ლაპარაკი და ეს კითხვა მილიონი შეხვედრის შემდეგ რა მოხდება ამის იმით რომ ზაერაზე არ ქონდა პასუხი მაგრამ მე ვერ იქნება და ვერ სასიათვიოთ მე თქვა რა გავშეშტები რა უნდა იცი რა ხდება იუდა იმასებს დავს აი ეს კანკარა დღეს შმაკი აქედან სინისი ასე ხო არ კიდევ 20000 აზის ყველაფერი გაჩერდებოდა და ესე იგი ფაქტიურად რა ხდება როცა დედიკოს მეფეში ვყარი მან ნეტარება განიცადა უსასრულო კიდეგან 90% ვირდება 10% შვილების პოულობს სიყვარულის პროგნოზს და ვიდერება დედანაში ბედნიერია როცა სათავეში კაცი არის და კაცი ოჯახს იმას და რაზეა ლაპარაკი აი ჩვენ ხალხმერთი ხდება დედაჩემი ნეტარებას როგორც ჩვენ კაცებმა
კარგი ჩვენი ფუნქცია და ეს ნახეთ ავაზაკი რო არის ამ ავაზაკს ეუბნება თუნდაც პოლიტიკიო და ყველა ვერავინ მოეხმარა ეს ერთმა ავაზაკმა იწამა და რა არის აქ ჩადებული ის რომ ავთო ხალის გახარება შემაგის შეგვიძლია როცა ღმერთი ხდები ქალებისთვის და ჩვენ დღეს ამ დობის პლატფორმაზე შუჟუნავაშიზე თქვა თქვენ ჩვენთვის ღმერთი გახდით ამ დობის პლატფორმა რო შეიქმნება აუყური ხელისუფლება სინოდი ყველაფერი და მოდი ახლა მე შეგეკითხები და მიბაზუხებ ხო შენ ასხულის გეუბნებიანი ადამიანი ჩვენ ზამნებულობდით რომ არ დაგვიგიუნია პატივს ხცენ და პატივს იმშვები ომი და მშვიდობა არის ყველაზე მეტად კითხვები მაშინ ხტალი გახდა როცა აკეთებდნენ და ჩვენ ფაქტიურად ქართული კუთხეზე სამი თვე დავჭა როგორც მიჩნეულები და ზესიძობა და საქართველოს არიარსების დამიჯერა დღეს ქართული მიხენებული ისე შკარად მოხდება ეს მუხტური აფეთქება და ორი ვარიანტი შეიძლება ის მოხდეს ავთო ერთი თავისთავად მოხდება ქართველი არ მიეჩვევა მონოცხოვრებას და მაშინ შეიძლება დაფინანსდე გარეგზალებიდან და აი ამ ორზალასთან დაკავშირებით როცა ნაციონალურად თუ საჭირო გახდა და იმანულებენ თვითონ ნაციონალები დაარწმუნებენ იმას რომელიც ნეპოტიზმის ვარიანტი ცდილობენ ხელისუფლებაში რომ გადაყარონ მე დარწმუნებული ვარ რომ ეროვნულები მიიღებენ და ტაბუს დაადებენ ვინ რატომ რა მოხდა შეიძლება სამწუხარო რეალობაა მოდი ვთქვა პირდაპირ ვილაპარაკოთ ჩვენ არ გვაქვს სისტემა ანუ ინსტიტუტების მოწყობის სქემა მათი ფუნქციონირების სქემა არის კი ალტერნატივა რომელსაც დაუდებ ხელისუფლებას და ეტყვი ეკონომიკაში ასე კი არა ასე უნდა იყოს სოციოლოგიაში ესე კი არა ესე უნდა იყოს პოლიტიკაში ესე კი არა ესე უნდა იყოს რამხელა საფრთხები გვაქვს ეხლა ირგვლივ საფრთხები გვაქვს არავინ არ არის ჩვენი მეგობარი ამას იგნორირებს ხელისუფლებას და ოპოზიციას და ის ქუჩაში როდგან ყველა იგნორირებს ანუ ჩვენ მოწყვეტილი ვართ რეალობას მოწყვეტილი ვართ ფუძეს მოწყვეტილი ვართ სამშობლოს ჩვენ გადაჭრეხილები ვართ უკვე და ეს არავის არ უნდა რომ აღიაროს მარტივ პასუხს გაგცემავთ და გადაწყვეტოს ხალხმა კომენტარებში ნაზარ ალიევი არის რომელმაც ესე იგი ამ ნარკომანების გარკვეულ სისტემა და მიხვდა რომ ესე იგი როდესაც ეს ვირთხა იღებს სტადიის სტიმულს და ლაბირინტებს რომ უსდის სტარტის სათავეში დაუნდო ისა სისხლის ქიმიური ანალიზი და ბოლოში ნახდა რომ ქიმიური ანალიზი ძლიერი სურვილის დროს იხსნა. ანუ არ ძალიან ისეთი რაღაცაზეა ლაპარაკი რომ როცა ეს ადამიანი რომელიც ესე იგი ფაქტიურად всё გადარჩენს არავითარი შანსი არ სურდა უფლის ციხეში რომელიც მეორე იერუსალიმიდან ითვლება და აქ უნდა დამარცხდეს ევას სობიერება და უნდა მოვიდეს ლაზარეს სობიერება მარია ქრიშოვი იყვანი მშობლება და უთხრეს სამოკლახოზე შენობიცი და უკან ჩაიბარა 40 წელია ეს ფეხდადის და ფაქტურად რომ მივედი ვერა ეს ის ვიცი რა თულობას გაქვს და ну მოკლედ თქვა რომ უშის სასופები კიბოიანები გაიხსება და სულის კიბოს ისინი დამარცხებენ ანუ ვიში არ არის და კონათელობა ვისი სული სულს ნახე შეიძლება ძალიან დიდად ლამაზმა ადამიანმა გონჯი მოიყვანოს და ძალიან ბედნიერები და რაღაც სექსუალურად რაღაცით ერთმანეთს და შეიძლება მეგობრობაც იყოს საბოჟნიკი ხონდეს, მაგრამ ინტელექტუალები ან ვისი სულის გონათელობით უგრობენ, ანუ ემოცია დამანგრეველია, მაგრამ ემოცია ხუთეორია მაშინებელია და ძალიან სწრაფად მოხდება. მე ზარგები პატაკოვაშ ვუთხარი, ჩვენ უნდა შევძლოთ შეუძლებელი შესაძლებლად გადაქცევა ვაჭრობთ. მაშინ ხალხი გამოყვება და ძალიან მოხტულად გამოყვება ყველა. ეს ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ყველა შეწუხებულია და ჩვენ ზუსტად ვიცით რაში არის შეწუხებული და ხელისუფლებას მარტივ მაგალითზე თქვენი იფიქრეთ აწყობს თუ არა. ჩვენს კორპუსში არის ფოკუსნიკი, რომელსაც უთხარი აი ფოკუსები თუ იქნება და გასართობი ცენტრი ჩაუდგები. ვიღაცა მარკეს თუ გააკეთებს და ამ მარკეტიდან ამ კორპუსებს საერთო შემოსავალი აუზი იქნება, მაგრამ თუ იქნება დარბაზი და ამ დარბაზში გოგოები ჭამას ისწავლიან ბიჭები იმას, აი გეუბნებით რომ უკვე 80% 70% ბავშვების იბადება პრობლემები. და მე მაგალითად აი როტაქსავდი მაშინ ერთ-ერთი ილიას იმაში ინსტიტუტში მე ამ ფსიქოლოგიაში ვერკვევი მეხვეწა მოდი ჩემთან ჩვენ სპეციალისტების კი არ ყავს ბავშვებთან ითარ ჩვენ განათლების სისტემა გვაქვს დებილური სხვაზე და მაგალითად იაპონიას ბომბი ესროლის მაგრამ თავისი ეროვნული დოქტრინა ავტო შეინარჩუნა
მეოთხე კლასამდე 2 საათია სწავლობრივი სწავლება, დანარჩენი მოხუცების ბოლო ბავშვობას არ აძლევენ და ახლა მე დამერწმუნოთ იმაში, რომ ამ კურსებზე ლაპარაკი, იქ ბავშვები მაგრამ ასხედავს ხელისუფლებას, რომ განწერულია. ესე თითქოს ვერ შეინარჩუნებს, მაგრამ ასე ძალიან დიდ დროს 2-3 წელს წაიღებს. ეს კურსები ყველა თუ ამოუდგება და ჩვენ თუ ამის შანსს მივცემთ. რომ რატომ იცი უნდა მომზადეს ძალიან დიდი ამნისტია და ჩვენ ხელისუფლებისთვის უნდა გავხდეთ ძალიან დიდი სანდო გაწარკვევი. აი როდესაც ედენ მიზორია მითხრა ესეთი რაღაცა რომ ის არის მე იმის მერე რევას ფიფიას დავულებ და ახლა თქვენ გეუბნებით. ჩვენად უშიშრობასთან კი არ უნდა ვითანამშრომლოთ, უშიშრობა უნდა ითანამშრომლოს ჩვენთან. იძულებული გახდნენ რომ ითანამშრომლებდნენ და ჩვენ რაც არ უნდა მოხდეს, უნდა მიხვდნენ იმაში რომ ჩვენ ვართ ძალიან დიდი სანდო საყდენი. დიახ, ივანიშვილი არის ის მილიან მეფე, რომელმაც უნდა ნახოს, მაგრამ რა შემთხვევაში ის ხო რეზიდენტებიდან იმართება და მე როდესაც გიორგიძე და იმათ და თამარ განცხადებას როცა ვაკეთებ, მე როცა დამირეკა ჩამოკაშულმა და როცა ჩამოვედი, მაშინ ვიცოდი რომ ის დამირეკავდა და მითხრა, შენ თამას თამაშობ, არა გიდელში შემოყავს, მიკითხე მეგობრებს, შეთხოვით არ მithავს, იმიტომ რომ იქ არ არიან, მე ვერ ვხედავ, არ შვილგარდენებს, არც მეომრებს, არც არავის, რაღაცა წარმონაქმნია და რასთავარიან, ქართული შვილგურამს ვერ ვხედავ. ანუ რატო არის ეს საჭირო? იმიტომ რომ რაც განდი გააკეთა, იქამდე ჩვენ მაინც მიგვიწევს და ეროვნული დამორჩილების გამოცხადება, მაგრამ რა ხდება? გერმანია გამოვიდა ცალკე პოლიტიკურ ერთეულად ინგლისთან ერთად და ფაქტიურად ამერიკა და ეს როგორც კი საქართველოში ჩვენ ან რუსთან რაღაცას წამოვწევთ, იქ ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა და გერმანია რუსეთი დაწყვეტებიან, ჩვენ ვის ხარეს უნდა ვიყოთ. აი მე გეტყვით, თქვენ რა უნდა გავაკეთოთ? არის ადამიანი, რომელსაც თამაშის წესი არ იციან და არიან ადამიანები, რომლებიც თამაშის წესი რო არის, ეს სისტემა რას როგორ მოიქცევა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ებრაელების ხარეს. ეს რევასტოდრიამ რო გაკეთა, ბევრი დაგვესია, რატომ ეს ის ხალხი, რომელსაც თამაშის წესი იცის, მაგრამ ფაქტიურად სიდნეში 1-10 სანტელი ყველაფერს აგრებს და საქართველოში თუ ფალთან ზოგი გომიეყვა მარცხდება. არადა ეს არქო ბანკო აქ არის შესაძლებელი, მე ზებერმა მოგომისმა ჩვენ ფულის სიყვარული ვასწავლის მამა ყავს ქართველი. და თქვენ მეზობლებისო, თუ ფალთა უმცირესობის უმრავლესობაზე მოგინი თავდება და თუ საქართველოს შეიქმნა სიზმრის სამყაროში სიყვარულის სივრცე, დავით იმან გითხრა, ბომბებს გესვიარებს. არავინ არ გესვის ბომბებს, იმიტომ რომ ფაქტიურად ებრაელებთან დაკავშირება იმას ნიშნავს, რომ ებრაელების ოჯახში დედაა უფროსი. აი ეს ეპოქა მთავრდება, იცით, ეს მოსულია ეს ეპოქა ან სიზმრის სამყაროში, მაგალითად გიორგი გუნიევა გამოვიდა, საერთაშორისო ტალღების ქვია და უდიდეს გრანტებს იძლევიან. ყოველდღე ვიღაცები ახალი მეხმარებიან და ამ გრანტებში გაგიყვანთო, იმიტომ რომ სოფლიოში ეკონომიკის პრობლემა დგას და თქვენ წარმოგიდგენიათ ბოდისმითით, ანუ მე ასე ხედავ რა, ერთი საზოგადოება ორად არის გაყოფილი. დიდ ნაწილს ზინავს და მცირე ნაწილს ვიძავს, გაგვიძებულია. უბედურება ისაა, რომ ვისაც ზინავს, იმას ზურს, ის ხალხი ვისაც არ ზინავს. აი ეს არის რეალობა ძნელი დასალახია, მაგრამ თუ დაინახე, უკვე რაღაცა შეიძლება კიდე წაიწიო წინ და ამ გადავხედოთ ახლა პრაქტიკაზე გადავხედოთ ორივე ერთმანეთს ვწოვთ. ვისაც ვინაუთ და ვისაც ვიწოვთ. ეს სიძულვილის ორივე ხო ძლიერი ადამიანები ბრძანდებით და რაც თავარია უკვე მესამე რო ხო თქვენთან და სულ უფრო მიხარია თქვენთან მოსვლა, მაგრამ რაც ავტომ თქვა რაც არის რეალობა, სწორი ხო, მაგრამ თავის სახით დავარქოთ. ანუ ამბობს რომ ჩვენ ვიყოფებით, რასაც ეკონომისტები ვეძახით კიბორშკანის დაუწერელი კანონს. არც ერთი არ ვაძლევთ, აი ჩაბარი ჩურჩელში და ვერც ერთი ვერ ამოვა. ამიტომ ჩვენ სწორი მიმართულება ავიღეთ, როცა ვახიჯაურში დავაბუზეთ არასტანდარტულ მოაზროვნე და ერთობა და ვიცი ახლა არ არის გულწრფელი ადამიანია, რომ მიდიოდა მე რა მოყვები, რომ მივიდიოდი ვახიჯაურში მე რა მოყვები და მე რაღაცა ისეთი პოსტები აქვს ავთოს, რომ ჩინოვნიკებმა უნდა აღიარონ თავიანთი შესწორება. ისეთი ღრმად მოცული რაღაცა და ლაიქს დააგვირდი. ყველა ეს ვინცადაც გვაქვს ურთიერთობა, ყველა ლაიქი გამოდის. ახლა გეტყვიდები. არმალა 200-300 თქვენი პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანებას დაუშვება. ფული რომელიც დაგჭირდებათ, თვითონ ეროვნულება თქვენს ეს. რომ ავთო არ არის გასული არავითარ იმაში და არავითარ ვერავინ ვერ იტყვის, ავთო არის აბსოლუტურად გულწრფელი და ახლა ნახე, კი ბატონო, ჩვენ შეიძლება რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ და ზეპარტიული სისტემა, ნდობის პლატფორმა, მაგრამ ადამიანებთან დაორგანიზება
და ამ ადამიანებმა სწორი პოლიტიკა აწარმოონ ხელისუფლებას და საერთაშორისო ურთიერთობებთან ამათ ჭირდება აუცილებლად პოლიტიკური სწორი სვების გაკეთება. და ფაქტიურად ეს ხდება ჩემი და ჩემი ძმის გულობით, მაგრამ აქ გადამწყვეტ როლს ლაზარე თამაშობს ყველაზე მეტად. ვინ არის ეს ლაზარე? ანუ მე არიან ადამიანები გარკვეულ წილად რომ მიაგნეს ასეთ ხერხს რომ რაღაცა სესხის გადავადება შეიძლება, მე არ აქვს განათლება მოდიან და მე ამ ფონზე შიგნით კონფლიქტები იწყება, ხო? მეორე მხარეც გამოჩნდა ესეთი, რომელიც ძალიან დიდ არქივის დაბრუნებასთან, ანუ ხელისუფლებასთან თუ ახლოა პისად გენაცვალე გულში, მაგრამ ამ ლაზარეს ესე იგი 1,100,000 აქვს დასაღები ორჯერ საგიჟეში დააწუნეს, თქვა ჩაუხიეს, გიჟისამოს არ აძლევს. იცი რა შეა საქმე, ასეთ რაღაცას რო გავიგე, დიდი სიყვარული, დიდი პატიება შეგიძლია და რაც თავარია ტვინის უკვე აზროვნებს ყველანაირად და შენ გამოდიხარ ფრაგიზმის ფილოსოფია როგორც დოსტოევსკი გააკეთა. აი თოდრია რამხელა ჭკვიანი კაცია, ნუ აქტუალი კიდევ გაითხოვება, შეიძლება გადამჩენილი გავიდა საგიჟეში დასაწვენად მე თვითონ გამიხადა საქმე, აი რას ლაპარაკობს ასა. მეორე ჩემს ავიღებო, ბელგიაში მიკროადგება მინიმუმზაირებს აპერისტებით აკვერია ზასული და თაფები, იმიტომ რომ ჩვენ დარბაზები უნდა შევქთა და ძალა უნდა გავხდეთ, რომ ასეთ ადამიანს ეს დაუბრუნდა, ყველას დაუბრუნდება, ეკუთვნით და რატო არ უნდა მიეცეს, მე კონვერტში ჩავდებო ფულსო, იქ ჩამოსასვლელს იქ და კიდევ ერთი თვისოთ კონცხს შედავჭირდი და შაშიაშვილი, მაშიაშვილი, მიშიაშვილი, ყველა აქ შევთან უნდა ჩამოვიდეს. ახლა თოდრია ეშმაკია და თავისებურად, ნუ ეშმაკი რამხელ კარგი გაგებით, გვაერთიანებს მე დარბაზს და მე მეკითხება შევასწრებ და ვთქარი რომ მიხეილ ჯიბუტმა იქ ზოგამოასწრებს უბრალოდ რამდენი წავა მეთქი თოდრია თქვა ყველა იქითო და ამ ლაზარეს ეუბნება მე მართლა მოგადა შეიძლება ხოდია ახლა მე გეკითხები თქვენ ორივე სახი გვაქვს ასაშენებელი და არ მალეთ პარკეთში კი რომელსაც არის ეს აქ სამჯერ მეტი დაგვიგვარს მაგრამ ივანიშვილმა მოგვცა სასახლის გაკეთება მაშინ მე გეუბნები მოდი სამ-სამი ყველა ვიყავთ 1% იყოს მოგება ორ შევასრულოთ ხარისხებად მე 1000 მოგწევ შეკვეთას ხო აი ასე ან ჯიბუტმა ნდობა და იმ სახურთან და თუ ვიყავით კითხეთ ჯერ ცხვერია რომ პლაგიატები ხარდა ინტელექტუალურში აკადემიკოსები ქურდები ხარდა გაიცინა და თქვა რომ პლაგიატობა რო ყოფილი მეცნიერება არ განვითარდა უთხრა თემურსა რატო არ ხარ მეთქი და ხელისუფლებას აკინებს და გიჟი ვარ დამიჯერებ ანუ ჩვენ თუ ამ პლატფორმას შევქმნით და ხელისუფლებიდან წინაპირობა არ წამოვა ეს ფული რო შემოვა ყველას ინტელექტუალურ საფუძვლებას მივსით მაგალითად მე და ავტორ შევარ ახმეტელის თეატრში ვაშუქებ პატრიარქის მიერ კუთხეულთა დამიჯერებ რომ ეს ეკლესია ჩვენ ხარეს დადგება და გავშიფრავენ ბოლომდე სუდარგურის ადამიანი რო ვარ და ვაშუქებ მარიამ ღვთისმშობლის ხაზს ვიკითხე მუსულმანებში და დიდი სიამოვნებით მივიღებთ დედის ის არის ხო და მაც ისაც დავეშლავთ და ეროვნული ახლა მithეს რომ მე რა შემოლაპარაკო მიკრო შანსი არ არის ამას გაგიკეთებთ რომ ყველა ჩამოვა მიწკიანი გულიანი კაცი მოაზროვნე ყველაფერი ყველა ქვეყნიდან იმართჯაურში აი ახლა ეს ყველაფერი შესაძლებელია და ძალიან მაგრად მიდის ამას გამოაჩენს ხვალინი ნუ კვირის ჩაწერა და კვირის ჩაწერის დროს არ გეწინოს რომ პირდაპირ გეუბნები იქ შეიძლება უფრო მეტი იქნეს ნახვები ვინმე შენ ტელევიზიას იმიტომ კი არა რომ შენ ტელევიზია ცუდი მე მაშინაც ვიდა დღესაც გეუბნები პატარ-პატარა პარტიებს შევხვდეთ, პატარ-პატარა ტელევიზიებს შევხვდეთ და აი ნახავ როცა ეროვნულები გამოუვლენ მოცეთ პატრიშკას რომ ეს ერთიანი ინტერნეტ ტელევიზია გახდეს მთელი ქართველი საკუთრება. დამიჯერეთ რომ ძალიან ბევრს მომუნდება. აი ახლა შენ მარტივად გეუბნები და ავტორსაც თვალებში ჩახედეთ. თუ ჩვენ შევძლებთ ერთიანი საიტის და ერთიანი ინტერნეტ ტელევიზია ჩვენ მაკროფულ აზროვნებას დავანგრევთ. პირველ არცე არც გამოშვებენ არც არაფერი, მაგრამ მაშინ ხალხი ყოფილა დემილი. აი ახლა რა ხდება? და მოდით მითხარით თუ არასწორია. ამერიკელები ირჩევენ ლიდერს. ამ ლიდერს მე ფინანსურ ანგარიშებას ასწავლიან და ფულის კეთებას, იმიტომ რომ ჩვენი განათლების სისტემა არის იდიოტური, ბავშვს არ ვასწავლით ფულის კეთებას. და ეს ქართველის პრობლემაა, მაშინ ჩვენც იგივე იმით ვაღადებით, ვირჩევთ ლიდერს და ამ ლიდერს ვეუბნებით დაორგანიზე ხალხი, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენ ინტერნეტ ტელევიზიას და შენს გახდებით. არ არის ისინი სულელი. ძალიან მარტივად მიხვდებიან ახალგაზრდები. მაგალითად დღეს ველაპარაკე ერთის რომელსაც შვილი უზის ციხეში. და ვიცი ძალიან გონგახსნილია, ძალიან. ამიტომ სახელი ვარ დავასახელო. მე ვთქვი ჩვენ ინიცირებით შევავთ კრიმინალის დარეგულირებაზე. და მე გვართა კავშირი შეიძლება იცი როგორ სამჯერ ამერიკა გუში ძალიან ბევრი შემოგვიხვიანება ასე რომ რო არ ვატყუებთ
და თუ სინოდის წევრებთან ეს დედები უფრო მივლენ თავის შვილის გამო, ვისაც ქონება აქვს დაკარგული ამასთან დაკავშირებით უნდა გითხრა ორი საკითხი. იცით რა არის მე დავუკავშირდი ბონდო კულტაძეს. ეს ბონდო კულტაძეა, რომელიც ესე იგი შაშიაშვილმა თხოვა, მაშინ და რამხელა პატრიოტია თქვენ თვითონ იფიქრეთ, რომ იმ უნივერსიტეტში, სადაც სააკაშვილი სწავლობდა, გამოივლია მისი უშიშროება და თანამშრომლების საკითხი. აგრეთვე ხო წარმოიდგენიათ ის დეკანი და ისინი ყველა უშიშროების საწყალი ეს ბონდო მივიდა, ალალი ფული ჩამოსულზე გასაქცევი ეთდა და იქ არის. დაუკავშირდი ხოვანი ვიწერე, ითხრა მე რა წავიკითხე შენი ხოვანი, მოხდა ჩაუდეკი სატირას. ვიცი რომ თემურის რო ეტყვის მაშინ მოხდება ეს, მაგრამ ხელი ეროვნული მაგრამ მოიწონა. ანუ ლაპარაკია მართლა იმაზე რომ როგორ ხდება 700%-იანი პასტამატი რატოა? კი ამ იმას ლიბერტი ბანკი რო აძლევს ამას, როგორ ხდება ამ ტენდერების ფული ყველა მათი როგორა ჩინელი რო შემოვა ისინი სულ არ იგრძნობენ სხვაობას. იგივე ფული ეგრევათ კიდევ უფრო მეტი აღიარება. ანუ იყიდება სახელმწიფო, მაგრამ 20% მაინც არის. ანუ ჩვენ რას ვაპარაკობთ, იცი? თუ გვექნება გენერალური გეგმა შეთანხმებული, დამიჯერეთ, რომ შეიძლება ვიღაცა გაგვიღებს იქეს. ეს მოხდება, რატომ დებილები არ არიან, მიხვდებიან, რომ უყვარდა მოჭრილია. აი ეს არის იმას ვაპარაკობ, რომ უშიშროება იქით ვაკონტროლო ჩვენ და არც აქეთ ვაკონტროლო მეთქი. ახლა რა ხდება? მე რა შონიამ რაღაცა იპოვა ამაზე ხო არ არის? ხაბარი არის, რომ ესე იგი ერთ-ერთმა ბერმა მეხმა დაარტყა და ჩხის წვერიდან წამოდგა. მე მისიორობა დაიწყო ჩინეთში, მე ბერა დაეყუდა და მიეცა უდიდესი ხილვები და მე თავში აუვარდა და თქვა რომ ყველაზე მაგარი ვარ. თავარი არის ბერაშონია. ყველას მტვერი გახდეს, ყველას ფეხი როგორც გაგმიძია ისე და წინ გავუშვა ჩვენზე ძლიერები ავთო, სულიერად, გონებრივად, ყველანაირად და ეს კონფერენციები გადაიზრდება დიდ ყრილობაში და დიდ ყრილობას კიდევ გადაიზრდება იმაში, რომ რუსეთიდან და იქნება შემოგვეხმიანება ყველა. მე მაგალითად თამაზ მუტყუზის არ მესმის. როდესაც ეს დიდი პლატფორმა იქნება, წამის მეტრილიონებში თვითონ ესკალონური ინტერნეტი გამოდის ქართული, იპოვის იმ 300 ადამიანს და გუში მესიკაჯეია მითხრა 12 მონეტიდან ერთ-ერთი არის არ მეტი ანაკლები და როგორ ამოიცნო მაგუცონას და მითხრა ძალიან მარტივად შენ რო იცი ის მე რატომ უნდა გამოიცნო. რატომ უნდა გამოიცნო? ერთმანეთს უნდა შევავსოთ ათო ხო? რატომ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი? ბატონო მე ახლა ბატონო თემურ შაშიაშვილი ამბობს რომ სააკაშვილიც საჭირო არის, ივანიშვილიც საჭიროა, სააკაშვილი არა იმ ამბიციებით, რა ამბიციების მას აქვს და ივანიშვილიც საჭიროა თავისი თქვათ ის ფინანსურია თუ სხვა შესაძლებლობა. აქ ფაქტობრივად არის ორივე საჭიროა და საქართველოში მე ვამბობ რომ თითოეული ადამიანი ყველა საჭიროა, იმიტომ რომ უკვე ესე ვართ რომ თითოეულ ადამიანს უნდა გაუფრთხილდეს და თითოეულ ადამიანზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ საჭიროა ეს ერთია რომ თქვათ ამბიციები რა აქვს სააკაშვილს. სააკაშვილს აქვს ძალიან დიდი ამბიციები და სააკაშვილი არის მართლმადიდებელი პიროვნება, რომელიც იმართება გარკვეული და სულ სხვა მიმართულებით არის. შეიძლება ადამიანი იყოს საჭირო ძალიან ეჭირი იყოს, მაგრამ გააჩნია თავის რა მიმართულებით გამოიყენებს. ხო, მაგრამ სააკაშვილი ქართული მიმართულებით არ გამოიყენებს თავის ისტორიას. ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ კარგად ვიცით ეს ვიზაზე რა ვიზაცაც მას სამი ვიზიდან ბაზარებში რუსეთიდან, გერმანიიდან და ამერიკიდან ერთმანეთში შეიძლება იყოს გული, არა ამიტომ მას სულ სხვა მიმართულება კი განვითარებული ადამიანია, მაგრამ ქართველი სულისკვეთება არა ეროვნული მიმართულება და აი შაშიაშვილი ამბობს რომ საჭიროა ორივე. მე ვამბობ ორივე არ არის საჭირო. სააკაშვილი მაგალითად საჭირო არ არის ქართულ პოლიტიკაში. ის უნდა გაიწვიოს ქართული პოლიტიკიდან მთლიანად და უფრო უკეთესად წავალოს სიტუაცია, იმიტომ რომ არა ქართული მიმართულებით და არა ქართული ფინანსებით მოსული ხელისუფლებაში. ჩვენ გვინდა სწორედ რომ ეს ფინანსები დაფინანსება იყოს პოლიტიკაში ქართული და არა ქართული. აი როგორ უნდა ვებრძოლოთ ამას? აი რა მიხდეს რა მიხდეს ეროვნული ახლა თავისუფლად მოდიშით აქ ერთი ნიუანსი ვუკიდე რომ ქართული პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან. იმიტომ რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული პოლიტიკა ეს იმას ნიშნავს რომ ყურმაშელი მონაში და მიდის უკვე ბიზნესად აქციის პოლიტიკა. ფაქტობრივად ამ შემთხვევაში გიპასუხე ოფოსთან მიმართებაში ნდობა სიყვარული რო გაჩნდა და მე ამას ვგრძნობ და ეს შეფრთხილად არ ჩნდება. ხო მეორე
რა მითხეს მე პირადად და შაშიაშვილი და ჩემ შორის რა არის სხვაობა ამ შემთხვევაში მე გულწრფელად უთხარი და გამოვიდრო თუ არასდროს არ ყოფილა თქვენი მოხდა მაგრამ ახლა მომინდა ანუ აღიარებით მოვედი სანამ შაშიაშვილი აღიარებით არ მოვა და არ ითქვლის რომ შევარდაძესთან დგომა მიუხედავად იმისა რომ ძალიან წესიერად იწეოდა მას არამედ არ მოусმენს ანუ მამაჩემ ასე მეუბნებოდა თამადა რომ იქნები არასოდეს არ თქვა მომისმინე და დასალევი მოსასმენი არ მოусმენს მაგრამ სანამ ამ აღიარებას არ გაკეთებ როცა ამ აღიარებას გააკეთებს ნემურ ახლა შემაგანაში გვერდადა იმბალანს მაგრამ არ ვიცი ვისი თქვა რომ წინ რომ საფეის გავზარული თუ არავინ არ ეყიდის იმიტომ ტეხასოს ვერ გაიგო შენ რომ ერთხელ ეს დანაშაული ხონდა მაგრამ შეიძლება სასწაული გააკეთო აი მის ახერხებს უდიდესი კონფერენციების გაკეთება ძალიან სწორ რაღაცას ლაპარაკობს სწორი ხედვა იგივე ახლა რომ თქვა მე მქონდა მასთან ამასთან შეკავშირება ამ ემიგრანტთა პლატფორმის შექმნა და იქ ლორა ნიჟარაძე იყო უზრიესი კალბატონია წარმოგიდგენია 15000 ემიგრანტთა მოუწია მაგრამ იცი რა არის ენა მარტო კომუნიკაციის საშუალება არ არის ენა მარტო აზროვნების საშუალება ენა არის კურის დაპყრობის საშუალება ივანე ოქროპირი კი არ ახლის სიმართლისთვის ამზადებდა და ზუსტ ჩვენ შეგვიძლია ხალხი ჩილობზადო და ხელისუფლება სიმართლისთვის და ორივესთვის მისაღები ვარიანტი ნახო თუ ისეთი მოაზროვნე ადამიანები ვიქნები რომელსაც ერთმანეთის ბატონ თემური შევარდაძესთან დაპირისპირებული იყო დიახ სწორედ რა გარკვეული მოსაზრებების გამო ძალიან საინტერესო ამბავს ვიყვები ამასთან დაკავშირებით ხონდა შევარდაძესთან გარკვეული თანხმოვანები ვფიქრობ მეგრელი არ ჩამოყოლავენ ისეთ ამბავს სამინისტრო წლებში და მან ფაქტიურად ყველა გამოცდო ну გოღია თქვა რომ შეთან კარგად ვარობენ მე ვთქვი ვერ ხვდები მე რატომ და იმიტომ რომ მეგრელი ყובეს რომ სიძი შენახალად მეგრელა აზროვნები მეთქიდა ბიჭო რა არის მეთქიდა შვიცარს აკურთ ხოვიო და ყველა მეგრელი მეთქიდა შეიძლება რა თქვი მეთქიდა მე მითხრა იმერეთი მელეთი კაი სახელის მეგრელი ქონია და რაღაცა მეთქი მოკლედ ახლა მომიყვა ერთ-ერთი მოდელი და ეს იმერლები მიუხვდნენ დადიანს სესიძობას და 300 აი მართლაც იმერელი მოაზროვნე და დადიანს ეუბნება შენ ნაგავი ხარო და ამან თქვა გაიხსნა შემთხვევით და თქვენ ნაგავი და სუფრაზე ვილაპარაკოთ და გემში დაპატიჟა ესწავლები და მე ქემიანად თურქებს პიჭი და 300 ზედაპალიას ვიდეო მაგრამ რატო ხდება ეს იცი აი როცა ვილაპარაკობ ენის ფუნქციაზე ეკატერინე ჯავჯავაძე რო ჩამოვიდა ზუგდიდში იმ დილიშანი ჩამოსულმა იმათ ხავა გამოუტანა ანუ ხავა იყიდა გემიდან ჩვენთვის ყიდვა გაყიდვა არ ეთქლებოდა ცუდტონან და ფერიან დამერწმუნდა რომ 100 ქვეყანაში 105 ქვეყანა რო იგებოდა ორ თვეში გადაიტანა ანუ 5 წლის იწოდა ანუ ეს ბელგიური ალგორითმი და ნირი ცხოვრების მოდის ან ორი ენის ფლობიდან კიდევ ანუ ვაჭრობა რო იყო და ახლა კახელებში მაგალითად იქ ცუწესად ითვლება, იმიტომ ძირითადად სომხები იყვნენ, მაგალითად მე არ ვიცოდი საჩხერე და ჭიათურა რატომ ემზვის ერთმანეთს, თუმცა ჭიათურაში საჩხერეში ებრაელი მაიყეს ვერხი და ჭიათურული გუნდა რა ჟუებით ქართველებო რაღაცა. ანუ ყოველთვის არის ესეთი რაღაცა, რომ კახელი ამბობს მეგრელებზე ასეთ ანეკდოტს. თქვენ ხალხი ხართ, მეზობებს პარავდით და შვიდა იმას პიდიზო და მეგრელი უნდა კახელს არ და რა გიქნება. ახლა ისინი რა ახლა მეგრელი ამბობს უჩქვიანესია კახელი როლის ერთოგები მივირსო. აი ამ ანეკდოტებში ნახავს დაპირისპირება და თია ზუსტად კახელში ჩასვლა და იქიდან ჩამოსვლა ზუგდიდში იმას ნიშნავს რომ ჩვენ სულიერი ძმები გავხდეთ. როდის არის დაპირისპირება, როცა ერთმანეთში ცუს ვეძებთ, რაც არ თქვა და რაც შენ თქვი ამ კიბოჩალის კანონიდან არასტანდარტულ გადასვლაში ჩვენ სულიერი ძმები უნდა წამოვიდეთ წინაპრაზე. სხვანაირად არ გამოგვივა არაფერი. ახლა რა შეიძლება ივანიშვილს. ეს ხო რეზიდენტიდან იმართება. ხო შანსი არ არის რომ იქიდან უშიშრება და ისინი მართავენ, მაგრამ იყო ვარშავის ხელშეკრულება დაინგრა. იყო ეს საბჭოებში ესე ყველაფერი რა მოხდა სტალინი როგორ მოვიდა 300 წელი არარუსები მართავდნენ. სინონიმი კამინიები, ბერია და ეს დასკვირდე და მე ნახე ამ რობერტო ქვეყანაში ესე იგი მათი შვილები გახდნენ ფეოდალები და ამ ხუშოვში იპოვეს ებრაელებმა ეს უსტი წერტილი და გამოვიტანეს ეს სტალინის კულტი და ჩინეთი გავიდა და დაინგრა. ახლა უკვე რუსეთი თავის ჩარჩოებში ჩდება ახეთ ჩინეთი ართმევს ყველაფერს და შანსი არ არის რომ ეროვნული გაუთავისუფლება მოსდომა და გერმანია არ შეუკავშირდეს ამას. ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ ქართველი და ესე იგი რუსი და უკრაინელი უკრაინელზე იმდენად ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ თუ პილოტურ პროექტს გავაკეთებთ რუსებთან ერთად და ვიხმართ იმას, რასაც ამის ანთელად უნდა თქვა ეს, რასაც სტალინი აკეთებდა, რომ სუფლა იყო კრემლში და
ყველა ბოლომდე სვლა და მე შეგვიძლია რჩებოდა ჩვენ ამათან მეგობრები დალივით უნდა მივახციოთ რომ თეი კონტენტ კრეატორები პროგრამისტები ჩვენს გვერდით დადგენ და ძალიან დიდი პლატფორმა გავაკეთოთ და გეკითხებით თქვენ ორივეს და მითხარით განა იქ არ არის მოთხოვნადი რომ მე გახდეს თავისი კოლეგის მისაკუთრე განა იქ არ ათქუებენ ამ ტენდერები და განა ახდება და განა ეს არ ვინც არის აქ ჩამოსული ისინი არ ზობენ იმას რომ ყველა ქართული მას წესიერად ეცევა მიუხედავად იმისა რომ ბევრი რაღაცა მოხდა საკუთარი თავის გრძნობენ მაგათ არ არის ჩვენაირი გრძნობა ისინი იმართებიან როგორც ლაქვია მაგათ არც ვიცი სამხედრო რაღაცებით აღწევდნენ ისინი თავის ბუდე მოუხიეს თორე მაგათაც მოდა ღირსება ესე იგი ის იყო შუამავალი რომელიც ქორწილის დროს იყო და რაღაცა ეს ღირსება მოუხდეს და ჩვენ ბოლომდე ვერ გაგვანადგურეს მაგრამ აი ეგ გეკითხებით რომ და მითხარით პირველი სადარბაზოდან გამოსული მეორეზე ფოლოში შევახედეთ ეს ბიჭები ეს რაკი არიციან დედის გვარი არიციან მამის გვარი არიციან ბაბუას სასაფლაო არიციან რა სიყვარული უნდა ქონდეს ის ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია ამოქმედო თორემ ნულია ჩვენი ფასი როცა ამდობის პლატფორმას ამოქმედებ ვისაც შვილი პატიმარიებს დაუბრუნებთ ვისაც სესკიას გაუნულებ ვისაც საზოგადოებთან ჩამოვიყვანთ ვისაც ამას ყველაფერს თუ გავაკეთებ ჩვენ და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მათ გარეშე ეს გავაკეთოთ ხო შეუძლებელია და დღეს აი გეკითხები თუ მართალი ვარ თუ არა იაკობაშვილის მეუღლე გამოვიდა გოჩახმევია ძალიან მინდოდა რომ შენი გასწოვაო და ორ-სამ წუთში დავძმობილდი და შეკითხვა მაქვს შენთან მეთქი რა არის და აი ახლა რომ ჩვენ შეხვედრას გავაკეთებ შენი ბიძაშვილი მამიდაშვილი დეიდაშვილი მოვლენ ჩვენთან თუ არა და ასე ვილაპარაკობ ყველას უტარსაც მოიყვანი ყველა ეს ქალები ჩვენთან არიან ისინი შეკრიბავენ ჩვენთან და ემიგრანტების ყველაზე დიდი პრობლემა შევეკითხე იაკობაშვილს რა არის მე ჩემმა შვილმა დამისვა ეს საკმაოდ ერგება ამ საკმაოდ რაღაცებში თუმცა მე დიჟანსულია და აი სახში რას ვაკეთებ ახლა როცა ესენი 40 ზალი შემოდის და რომ გიждდებიან რომ დამიწყებენ ხმამაღლა ლაპარაკ კუთხეში ვდგები მე ახლა თავი წავიდია ხტუნაობა დავესწრა კუთხე რა იაკობაშვილს და შემომიყარე და კუთხეში ვასწრები საცდამ არაფერი არ იცის და რა ზომაა ეს იდენტიფიკაცია მეკითხება და დამსველი ისა დასვამი და მოიყვანა 3 მეტრიანი მეთქან თავში ეყავენ ხელს მაგრამ აი აქ რა ხდება ის ამდენი ზარი რომ შემოვიდა ჩემი მეუღლე თქვენ შეესწრო ის არის ნიკოლა პარაკოს რომ ისა შენელი გიჟი და ერთი სულიც მეძახის ერთი მხარე ამისა რომ სამწეოს მეორე გიზ და ნეტა ყველას გავდეთო და მე თქვი ესე ამონ ახლა უკვე შემაძმან და მითხრას კარგად ჩასვით დღეს თვითონ ჩამაცვა ანუ ჩემი ოჯახის სანამ არ ვიხდება დაწყობილი ქვეყანას როგორ დავაწყო აი ზუსტად ამაშია სხვაობა რომ მე ჩემი სიგიჟემდე უყვარვარ ჩემს და მეც ვიყვარს როცა ერთმანეთთან მოვილაპარაკებ მე ნაგებ შეცდომას დავუშვებ ლაპარაკში ცევაში ყველაფერში და ახლა იმან შევეკითხე აი ეს ყველაზე დიდი მტერი შვილები ევოლუციონი იცის სად არის აი იქ დაახლოებით ესე იგი 8000 მარტო მაგიდის მოთამაშეა ესენი ყველა ემიგრანტის ფულებს ათამაშებენ შენ ხო იცი რა ხდება ჭალაში თუ იმაში იქ რუსავის ხარეს თელი წამალი რო იყიდება ეს 4 მე ერთ შევხვდი როცა ტაქსაოვდი ამ კუთხით და ეს რო გამიგო შევხვდი ერთ შლანგიც ემეო გასისლიანი გაუშვიო ისო ვიღაცა პაკისტანელი რატომ ერთი და ბებია ჩემი საყვავილში წამალი დადო და არჩერა რომ უკვე 4 ესენი ზიან და თანდათანობით ეს სიზობას დაიწყებენ და ჩვენ დაღუპული ვარ ჩვენი გოგოს არ გავს მაგალითად იგივეს გამიმეორებ ჩემ ბაბუასთან დაკავშირებით როცა მითხრა რომ ბევრი არასწავლო რომ გათხოვდება ეს ოჯახი არ დაწვასო ანუ შენი ნახვა შენ ზახალ შენი შვილის გამო ანუ საბერთი თუ დაავესდა და საფერი მათვა თუ მისე შემიშდა უნდა გაწიდნენ ჩემი შვილი საერთოდ ახლა ასე ოჯახიდან 80 იგივე ავტო ვესასიზოს ისე ვესარტოს თუ ჩვენ ესე სახელმწიფოში ამას დავაყენებთ კონკრეტულად საკითხს რომ არ მინდა ჩვენ ასეთი ქართველები რომ ვიყოთ ივანიშვილი ჩვენ წინამდე გაწამოვა მაგრამ რა შემთხვევაში წამოვა თუ პუტინის წინამდე კი არა პუტინიზმის წინამდე ჩვენ ავყრება მთელი ეს საზოგადოება და ვარაუდი უნდა მოხდეს ეს თემა ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი ძალა და ჩვენი დასაქცევება და ესა შეუძლებელი გახდება ამ შემთხვევაში ეს ივანიშვილის იქიდან რო ნახავს რომ იქ ეროვნული გამართლებული უწოდა და ეს ხო პირველი დაადგება ამას და იტყვის მე მაგალითად როგორ წარმოვიდგენია ეს
ალექსანდრე თავარტკილაძე, რომელსაც მე გუშინ გადავუზავნე ვიდეო და ფატი რამაზაშვილს, რომელსაც უთხარი რომ გადავაგზავნე ეს ვიდეო და მაისაშვილი ჩამერთო ჩემიც მობილია და ამ სამეცნიერო ტურიზმის თემასთან მივიდეთ დამერწმუნე რომ ეს ის თემაა რომელიც 25 წლიანი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქმნის და ფაქტობრივად ძალიან რეალური მეცაჩენებს უჩვენ ძალიან მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილებს შევქმნით და მე ლაპარაკობ თუ ობნისკიდან ჩამოიტანს ის და იყიდის აპარატურას რომელიც 20 ტონიანი და ძვირი ღირს მაგრამ იგივე მახინჯაურში დადგას 15 წუთში ხდება კიბოს უჯრედი ანუ ჩვენ აფეთქებით აი მაგალითად გეტყვი თუ რამეში ვწდები ბოდის ვიხდი მაგრამ ბაკურიანში ოჯახმა დავისვენე ესე იგი 100 ლარი ღირსავთო ფიული ფული მოვიდა ეს ქალბატონი ჩაგვაბარა საინიჭი და წასვლისა ჩაგვაბარა ახლა ვეკითხები ამ ქალბატონს რამდენი გასხებას 4000 ლარი საიდან 20 ბინას ყველას ვაკირე ვალაგე ვაკონტროლე 200 ლარი არის ჩემი და 4000 ლარი მაქვს სულთაგული არქედა ვინ არიან ეს მეპატრონები ვინ არიან და უზბეკი ჩუჩვეკი იყიდა ბინა ხო და აგერ არქეებს და თავის ეს იყრის იგივე მოხდება უდიდესი ინვესტიციები და იზრდება პასიონატურ მოძრაობაში ხო კარგად გახსოვს 20% ფინანსირდებოდა ეს პასიონატური ისინი ზუგდიდში წყალტუბოში ყველაფერი მუშაობდა ანუ ჩვენ უკვე შეგვიძლია ეს გვარდაკავშირებში ხვალ შეერდებიან ეს გვარდაკავშირები შეიძლება ეს ტენდერიც ფული დაიქოგოს მაგრამ ხვალ სასურველს გახსნიან ხვალ კოოპერაციაში შევლენ რუსეთთან იმასთან კლინიკებს გახსნიან მაგრამ თავარი არის რომ ჩვენი ექიმებმა გაკეთონ ეს ეთერსულაბელიძე რომელმაც შესაძლებლეს უკრავ რომ კაცი გადაიერევეს ეს ხო ექიმი არის ბედნიერი ვარ რომ შესაძლებლეს კიბოში ეყარავა ეს კიბოს ემოციებით ის გადაიტანს კიდევ დროსო მაგრამ ახლა ისეთ რაღაცებზე დედაჩემი და მე ვტირი ვარ თორსა ვკითხულობ იმიტომ რომ იმედი ჩაისახავ ახლა ეს ეთერსულაბელიძე რა შვებარათო 40 ლარს გართმევს და გიმოწმებს ყველაფერს დაახლოებით 300 ლარისას შემდგომ ყველა შესაძლებლობას თუ იგაუშვებ მაგრამ თუ ამ ეთერსულაბელიძე სახელმწიფო სუბსიდირებით მისცემს და ის დიდ კლინიკა შექმნის და ნახეთ თოდუას კლინიკაში რა ხდება თოდუას კლინიკაში არის უდიდესი აპარატურა მე ახლა არ მინდა რამეზე ცუდი თქვა ერთმა მაპატიოს მაგრამ ფინანსური ინსტიტუტების ზემოდან ისეთ იმას იძლევიან რომ ადამიანი გათხოვდება უბრალოდ არა და მაგალითად ესეთი არის მახსოვს ახლა იმის გვარი სოსელია ინგა სოსელია ჩემს მეტერპრეტე ნომერთან ჩახლა ნახე ეს ექიმი როგორ რაღაცა არის შენ არ გონი ამა უბნისკი აპარატი იმას ვერ ხედავდა და მე რო შედიხარ არ გაგვირდება თვალებში გაგვირდება სიცოცხლეს ხმის ჟერადობით შინაგან ძალას გაგვირდება დაждობის სისხლის გაგვირდება და შენ როცა უკვე იწყებს ჭივილებს და წნევას იმას რომ გიზიმას ის იმდენად ჭკვიანი ასპით და იმას ფლობს და რასაკრა შენ გამყიდებული იმას მეცნიერულად გიტკიცებს ეს არის მწვანე ფოთოლი აი ეს ფოთოლი რო ჩამოვარდება მე დავეგუებია და მიაბა იმა ანუ შიგნით ჩვენ თუ სახელმწიფოს იმედი გვექნება ერთმანეთის იმედი გვექნება ერთმანეთის ტკივილი წავიღებ ჩვენ არა მარტო ვიცხოვრებთ არამედ ქალისიანად ვიცხოვრებთ აი ახლა თვალზე გათხოვ ავთო რომ სადღაც რომელიღაც ნაწილში მე შენ მიყურებ როგორც ადამიანს რომელიც ესე იგი ამ სურათს ხატავს და რა მითხრა რობერტ აფსანძემ და მაშინ მე თორე მედაში გავსწორდებით ამ საკითხში რობერტ აფსანძემ მითხრა ხელოვანი ადამიანი ვარ და თუ ხელოვანი ადამიანი დადგავო ამ სურათს დაამიწებინე დიახ ისე ზომიერება არის ყველგან მიღებული ამბავი ზომიერებას ფანტაზიაში ფანტაზიაში გავხსნი ახლა პირველ კონსტიტუციას როცა და თომას ჯეფერსონი სუპერ ქაღალდი ქონდა და ბანკარი ერთი წიგნი არის ოთახში ერთი დღის შემდეგ ანუ სუტკის შემდეგ გამოიტანა ეს კონსტიტუცია რომელიც მილიონობით ადამიანმა მიიღო ეს კონსტიტუცია ეს კარტია რომელსაც ჩაჭიბეიაძეს მიიღო ახლა მოდი ვთქვათ აქ ცოტა სხვა ხალხია იქ ცოტა სხვა ხალხი ისტორიულადაც და გენეტიკურადაც და ყველანაირად შენ რაც არ უნდა გენიალური გაწერო არა ხო არის ეს არის რეალობა ეს არის მე გეტყვი ახლა ჩემს ას იმიტომ რომ მე და შენ რო ერთაზრამდე მოვიდეთ ქრისტეს რო ალექცია წყალი ღვინოთ კეთროვანი რო ორგანიკული და ამ პოიტა 5000 კაცი და მყარი რო არ აღედგინა არაფერი არავინ არ გაპრობდა ჩვენ იმ შემთხვევაში გავგებიან დობის პლატფორმა რო გავხდებით რეალური ძალა რო გავხდებით და
რომ ხედავენ რომ ჩვენ ბევრი შეუძლებელი ვაქცინის შესაძლებლობა. ეს არის შესაძლებელი თუ არა და მაშინ მარტივ კითხავს რომ ორივესთან. ამ სოფლიოში ყველა ომები ქალების მიერ არის დაწყებული. ქართველი ქალია ის, ვინც მეომარსდიდა, ძმებს შორის ომს აჩერებდა და თვითონ ომს იცოდა. ამერიკელი სამართალდამცველი შემოვიდა პენიტენციარულ სისტემაში უადო მხოლოდ პატიმართა და მოხდა სასწაული. გამოვიდა და თქვა ესეთი ერი არსებობს. და რა შეიძლება საკინძელი ქალი რომ ჩვენი დედები უკვე ჩვენთან დადნენ. დედათა საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობაშიც უკვე ირსება ძალიან დიდი რაღაცა. მე როდესაც საფუა და ბალაღურაძე შემოხდა 10 და 30 დედა თუ დადგა ესეც არა ცოტა. ნუ მოიტყუე. ცოტა არა, მე არ მომიტყვი, ცოტა 30 დედა. მე ბალაღურაძე და ისინი რომ ილაპარაკდნენ, მე რა შენ ილაპარაკები უზნაცის მამარდაშვილის ენიდა შებაენით ილაპარაკები, მოთხარი მე ყავს მეზობელი, რომელიც 5 შვილის დედა სასწავლის რაცნელია მშობია. 30 დედა რო არის, შუჟუნა ბაშიძე და თვითონ ჟურნალისტებმა გამიერა. ელი ემიგრაციაზე ავადმიები და გადავადრიები და ვიტყვით რომ ჩვენთან განა ისეთი ადამიანები ჩვენ არაფრის დიდებით არ გავყიდია. და დამერწმუნე რომ 30 დედა თავის ინტუიციით თუ ვსდობენ რომ ჩვენ სწორ ზარზე ვდგევართ და თუ ის შენ დაიქებს გიდებენ და დღეს მე ანიკო გიორგიეთან მქონდა ლაპარაკი და ამათან ამხელა სიყვარული გაჩნდა ჩვენ შორის. სიყვარული ეს რომელიც სიზრუნით აღწევს. ნახოთ გავხედოთ, მაგრამ რაც მე ნახე აკაკი ჯორჯაძის სახში ის ძალიან გამაოცა და მიღება გამაოცა, გამომშვიდობა გამაოცა და მე დავწუნდი ერთმანეთში და მოდიფიცირებული ორიენტაცია მიხარით თუ არასწორი ვარ. აი წარმოიდგინეთ რომ მე თუ ცდები ახლა და ეს გაგიზედა ყველა მაშინ კატეგორია თქვენს. ანუ აქ უკვე ლაპარაკია რომ 300 კაცი რეალურად ეს არის რომელიც კახეთში როჩავა გაკეთებია ვიღაცა პირობებია ჩვენ წარმოადგენელი მოვა კახეთში ვაპუსტებთ ამ გადარჩენის ფონდს ერთია საიტს ამას მოდერატორი ეყოლება მე ინტერნეტ ტელევიზია მოდი მოდერატორზე ვილაპარაკოთ 10000 მანქანայի როჩავა წარმოებაში სადაც ფინანსური დირექტორი გავი ერთ-ერთი იმის ორ-ორად იჟდნენ გლობები 30000 მძღოლი იყო მანქანა. და თქვით რომ მოდი ჩვენი გავაკეთოთ ეს სადაზღვევო კომპანიის გაყიდვა. ჩვენთან რამოდენიმე მუშაობდა ესე იგი ეს სადაზღვევო ალიმენტი 300 ზარი უნდა განახორციელებინა სტანდარტის მიხედვით. ანუ 8-ზე გაყავი 800-ზე სადღაც 35 ზარი საჭი. ურთულესია ხო წუთში რო ჩაატიო შეი პროდუქტი რიჯობია სხვას. აი აქედან ამ 300 ზარიდან 2% იყო შედეგიანი, ან გამოდიოდა ვიღაცა 2%. დავთოს აბსოლუტურად როგორ არ დაეტაკო, როცა ეს გვართა კავშირებს დაუკავშირდება, აქედან იქნება სასწაული სიცივე, იგივე პლატფორმის რო დაუკავშირდება, მაგრამ ვიღაცები გამოდის. აი თეკო გაგვიგეთ ასე რაღაცა. აი ამ აბსოლუტურად მითხრა გამიცემ, რომ გვართა კავშირებში ისინი თვითონ იყენებენ არავითარი ბიუჯეტის ფულს ერთმანეთს ავსებენ და რესტორნული შეფერდა, როგორც ამ რესტორნულ შეფერდაში უნდა იყოს მამაო და ამან ხრეობა უნდა იყოს, ხო? აი ახლა ეს უყური აქედან ეს წარმომადგენელი 300 დაწევიდა აქ მოაგორა, აქედან ქუთაისი ჩაგვერთო, ის ჩაგვერთება მთლიან კავკასია და ყველაფერი, მაგრამ ამ რესტორნულ შეფერდებში არის ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგი გული აქვს და არის მოაზროვნე ადამიანი, ესენი უკვე კონფერენციებში იქნებიან, კონფერენცია გადადის ღირობაში და ჩვენ ეს ყველა მონაცემი რა ხდება გეტყვით, ერთიან საიტის შემთხვევაში ეს გურა მაგაცარია, არის ისნო თუ არა, ყველას ისნობა, გურა მაგაცარია როგორ ისნო. ეს არის კიბერნეტიკოსი, ვახშის მაგაცი, უაღრესა და უცებ გითხრა ეს კარგად ისნობა და იგივე ანალოგია იმისი, როგორც ამ კაცს ეძახიან ელისიდის და ნამუს ვიადი შემდეგ და მერაბი შემდეგ. ეს იმდენად ისეთი ძლიერი არის, 200-300 ნაკვები აქვს, როდესაც კოსტაბაზეზოდან გამოდის და თქვა, მე გავიგებია ყველაფერი, ბევრი არ ჭირდება, საიტი არის უკვე გადამწყვეტი და ჩვენ ეროვნულები, აი ეს რო შეიკრიბა, ყველა გავაკეთეთ, რომ ერთიანი გამარჯვების პლატფორმას დავეხმაროთ ფონდის ფორმირებაში, რომ მივაწიოთ სიტყვა საიტის ფორმირებაში და ინტერნეტ ტელევიზიის ფორმირებაში. და ჩვენ ჩვენი მხრიდან ავამუშავებთ ამ სატირულ ჟურნალს, ავამუშავებთ, ესე იგი, სასამართლოს. ვთქვათ, როგორ ამუშავებთ, პროკურორი ყველაფერი საქმეს გამოვიწყოთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ეს საქმე არ წვიდა ჩვენ ნებისმიერ განაცხადებას, სწორად ჟურნალისტურად გამოვიძე და მივიღეთ. ამ კაცს ეკუთვნის ეს ფული.
აგარი დასისწრების ვარიანტია, ახლა ავტოსაც სახეს რო შეგვედით, რაღაცნაირად შეხედა, მაგრამ ავტო რაშია საქმე იცი რომ აი იგივე თემური ლაპარაკობს ყველაფერია და თემური სულ პატარა რაღაცა უნდა გააკეთოს, რომ აი ეს მომუნდეს უნდა და ძალიან დიდ შვებას იგრძნობს, იმიტომ რომ ნუ პერპენდუ მობილე რაღაცას თამაშობს და წინ ვერ მიდის ყველანაირად. თვარენი პარტია მოვიდა, ახლა მოდი რეალურად ვილაპარაკოთ, სულ ახალი და ახალი ხალხია. ძველები ნაკლებად რჩება. იგივე სამი-ოთხი ადამიანი ვიციან დანარჩენს. ხო, აი ეს არის და ეს რატო ხდება? იცი ეს ხა იმიტომ რომ პროექტი ნუ რეალურად ვილაპარაკოთ, ის კი არ არის მე თეორიის ვაშიშვი ახლა. პირიქით ვლაპარაკობ იმას, რომ მე რატო არა ვარ იქ, იმიტომ არა ვარ, რომ აზრი არ აქვს, იქ ყოფნას ვერ ვიყავი კონგრესის ჯარისკაცი, გავხდი საქართველოს ჯარისკაცი და ახლა მე იმდენი პრობლემა მაქვს ავადმყოფობის, მაგრამ ისე მიხარია ცხოვრება, ცხოვრებაში ესე არ მიხარია. რატო? რეალურად ისეთი ადამიანები მიშდება მეგობრად და ახლა ნახეთ, მაშინ შეგეკითხები და თუ არ იცი და ვიცი რომ იცი, მაგრამ არაბებმა როგორ მოიგონეს ესე იგი არიფმეტიკა პლუსი გამრავლებული უზე უდრის პლუს ახლა სხვა რამეს არ ვაპარაკო, ანუ ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარია. წარმოგიდგენია ეს ლაზარე, რომელმაც დაკმარიჟა ორი კაცი ვერ დაგვახვედრა და თურქმა რომელმაც მე მითხრა რომ ფული არ ჩადო საქმეში და სასწაულად წავიყვანე საქმე და ფული რომ უთხოვა, ასეთი რამე მითხრა. მე ბიზაშვილს ვეუბნები, მამიდაშვილს, დეიდაშვილს, ძმას, ან ბანკში ვდები და უპატრონო ხარო? და მივუთხარ აფერი არ მითქვა, საერთოდ ხმა არ მოვიდა. დავიგე 10,000 დოლარი იმ სამ წუთში მაჩუქა მეგობარმა. მაგრამ მე უკვე იმასთან არ მინდოდა შეხვედრა და ჩემი ფული რომ დამიბრუნდა ისტერიკულად დამივარდა სიცილი რაღაცინებს შენ ნახვა გამიხარდა მე. აი ზუსტად მაშინ ის კი მორჩილას განალი მოგდა ჩემთან. ახლა ამ ლაზერის მეგობარი ხდება მთელი კავკასია, მთელი მსოფლიო. ლაზარის იბრი შეიძლება სასწაული ინვესტიციები და მე ლაზარის ვიღაცა რო ეთქვი ენდობი, თემურის ენდობი, საავტოს ამბერაბისო ის ამის საშუალებას არ მისცემს და როდესაც მე ჭყონდიდელად დავასახელე რევას თოდრია და პირველ ადამიანს პასუხი არ გამზავრი ჭყონდიდელი არ არის კაი კაცია მაგრამ ეს რევას თოდრიასაც არც კიდს და ქალი მათ ხეს მითხეს გეპიცებით უკისმენი ვლაპარაკობ ლაზარე ჩვენი მიზგულიაო მაგი არ მოიტყუებო კი ბატონო ჩვეულებრივი ადამიანია რომელიც გააბრაზეს ბოლომდე მაგრამ რა მოხდა ახლა და რა ვიცი აი ნაპურებელი რანაირი უნდა იყოს რომ ეს ვერ გამიგოს რაღაცას გეტყვიო იმას ეკრესო და ამიტომ დედაჩემი გვარ ყველას მეთქი და ჩამში და სიცილი რაღაცინებს 3 წელი არ გამიცინია მე ახლა წელს ვაბრაზე და ვერ გავაბრაზე ვერ გამაბრაზებს რადგან მისი უბედურება ისაა რომ ბუნება აქვს ძალიან დიდი და ცოდნა აკლია ამიტომ ჩვენ უნდა გავყვეთ იმ ადამიანებს რომელსაც ცოდნა აქვს თემურის აქვს მაგრამ აი თემურის შემდეგ აყვება ხალხი როცა იარაღებით მოვა და თემური ვინ არის აი მაგალითად შევეკითხე ეროვნულებს აი ყველაფერს გეპიცები არის ისეთი ადამიანი რომელსაც დედები და ყველა მიიღებდა იმასთან იმგამეთიო დავით კანტარია კი არა მე გამოვიცადე ნატალია ხელნამიხეს და დავითის დაურიკე და უთხარი ნუ არ მისცემს ახლა ინტერნეტი მისცემს წედი ხურა ვილაპარაკოთ ზუგდიდო რა სალიჯი ყურა მეთქე და ერთ წუთიანი პაუზის სალიჯი ყურა ჯობია მენდორი იმდენი სიყვარულია იმდენი პატრიცემა ეს ქალაქი მთაში რო არის თის ხალხი რო ჩაგვერთება ისეთ სიტყვას დაჭიქე ტირილი დაწიდება ქვაც კი დამიჯერე რა ჯერ კიდე არის შემოშენილი ბევრი რაღაცა თის ადამიანია ეს აღიარე რომელსაც დაუწერე ერეკლი ხარ სავიერი დიდი კაცი მადლიანი ერეკლი შერეკლი როდის გაქი შერეკლება თვითონ ინტერნეტ ტელევიზიები არაძლევენ ჩემთან იტირა შალვა კაჭარავას რაღაცაზე ამიგზავნეს მე ლაპარაკი სული ამ სიტყვის მნიშვნელობით იტირა ადამიანმა ბორკინებშია ცხოვრება ხო უნდა მაგრამ ჩვენი ინტერნეტ ტელევიზია როგორ იქნება ერეკლის ვერ იცნობ შენ და ისეთი ხარზიანია ჯაბა ძალიან ვაშკაცი ადამიანები არიან და ჩვენ რა გონია ახლა ეს მანქურტობა ემან კიდევ მოვიდა კავკასიიდან ისნება საერთოდ და ძალიან დასწრებული გამოვიტანოს რა თემური ასეთი დიდი ლექცია გამოუვიდა ძალიან კარგი მოხალულება რომ ბატონებს არ ვიცნობ და თქვენ გავიცან ესეთ პიროვნება ძალიან კარგი საქმეზე უკიდია ხედეთ და ნუ უკიდია ჩვენ ნომას თუ აი ეპარქიები შეიძლება ამ სახალხო გეგმები კვირას ეს არაშედას კორპუსია ანუ ჩვენ ნომერი მაგას არ ვიცი რა ნომერი მაგას გეტყვი დაგირეკავ ეს არის ილია კუტალაძე რომელმაც მე ახლა მიმიყვანა აი იმ დარბაზში სადაც აკაკი ჯორჯაძის კონფერენცები იყვნენ და მომხარ ყველას გაუხარდა მეთქი და არ მითხრა ბოლომდე მაგრამ მივხვდი რომ ყველას არ გაუხარდა ანუ ქიშკი შვენიერება შური ხო
შუქი ხომ შენ უდავი ხო შენი თანამყოფელი ახლა ვინ იქნება იქ იქნება ავთანდილ ველთაური სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ჩვენი სულიდარული და ჩვენი ძმა იქნება გიორგი ლაშა ლომიძე რომელიც ესე იგი ფაქტიურად არის მჭერმეტყველი და ძალიან ძლიერი პიროვნება და მის უკან მართლა დგას ეს 300 დაორგანიზებული რა ვიცი რაც გინდა იქნება ირაკლი გაგნიძე ეს არის პიროვნება რომელმაც ესე იგი ამ ეთნოსოფერთან დაკავშირებიდან ძალიან დამწებული პროექტი აქვს იქნება თვითონ ლიანა კუტალაძე თუ თქვენ იქნები და ეს თუ არის გოჭი და მოდი სამორი გახდება და ჩვენ ჩაგვერდება რამაზ აჩაშიბაია ცოტნე ნაყოფიაზე არაფერს არ ვლაპარაკობ ეს არის პროგრამისტთა ჯგუფი მაგრამ გარკვეულ წილად ის იგივე პოზიციას იკავებს რაც ჭილაზე ჯერ დაძალის საქმე და მე ჩაგვერდება საერთოდ პროგრამისტი კი არა ყველა ის კი აზროვნებს და ჩაგვერდება სავარაუდო ზებსაც ცირდება აი ეს საკმაოდ ისეთი წესი ადამიანებია, რომლებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი ზუსტი პოზიცია გააჩნიათ. შემდგომ რა ხდება ამის შემდეგ? ამის შემდეგ უკვე ჩვენ ვუცდით ამ ეროვნულებს, რომ დიდი ყრილობა ჩატარდეს და ამაში ჩაერთოს დავით კანთარიაც და კიდევ ბევრი სხვები, მაგალითად ერთ-ერთი არის ახვლედიანი, გალაქტიონ ახვლედიანი. მან მითხრა, რომ მე ვარ ბიზნეს მოხდა და ვარ შევარდნაძის მომხრე. მიშა კობიარი რომელიც დედას გარსდი ხავარ აი წარმოგიდგენია პატარაობიდან და იცი როგორ იტირა ახლა ჩემთან სრული ამ სიტყვის ნიშნობით როდესაც სააკაშვილის არ დავიჭერდა რაღაცა ბიჭო ამ სააკაშვილის მოკრებში არიან რევანშისტები რომლებმაც მაშინ რაღაცა იყოს და დაკარგეს და არიან იდეურები და ამ იდეურების პრობლემა რაშია იცით ლექცია გამოვიდა კი ბატონო ანუ აქ უკვე ორ ნაწილად არის ორი მატარებელი დგას ერთ მატარებელში შესული არიან ისეთი რომლებიც ამობელო თანასწორობა, სამართლიობა, სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დასული და ეს არის სააკაშვილის ხდა და მიმანხანებიდან ქართული არც ერთი არა და მეორე მხარეს არის საშინელება რომლის გაშენებაც კი არ მინდა მეორე აი აქ ნეპოტიზმი არ არის აი აქ ესენი ჩვენი მეორე მხარეს ნეპოტიზმი რომ არ გამშავდეს ის სასწაული დანაშაული რაც ხდება პრეზიდენტის მაგრამ ამ სასამართლოების გახსნით ჩვენთან ამორენ ყველა ვისაც ბრალი არის და ვისაც ბრალი მიუწვის იმაზე ტაბუს დააყენებენ ეს საქმე საერთოდ არასდროს არ იქნება გამოძიებული ისინი უფრო ბერად წავენ ყველას იცოდება ვინ არის სხვას არ არსებობს იმიტომ რომ ამის გამოძიება ქართულ ცნობიერებას დაანგრევს ბოლომდე ეჩების საქმე არ არის ეს სამხედროებთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს სამოქალაქოებთან მაქვს ურთიერთობა ძმური და აქედან გამომდინარე ჩვენ თუ ერთმანეთს დაარტყამისინ და ხელი მოუმართოთ ღმერთმა ვისაც არაქართული ცნობიერება თავში უხლიათ ქვები ერთმანეთს იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა არ გიყვარს ჩემ ქალებს აძლევი იმ საშუალებას რომ საქმე ვერ მოდიან და რა ვიცი მეგრელები ვისაც არის მათ გასაგონად მithქვი ულაფარეს ვანტუ სინთეზ სასაფლასო ტრაგეჩანს მუმული ბემუმული და ჩქინოსურე ბიშოინტეს აი შაიონას ოლარი დოლაპირაბდო ოკარიეს დიონას ფორონტინა კუმოზირი კინე წორორდას ჩკი მუმიდო დადული ირფელ ჯგირო იუაპო უპულცე უპული აი უნდა ისწავლო მეგრული თუ კიდე რომ მეგრელმა ჩაიგოს სვალოვის უნდა ისწავლო ლაზოვის უნდა ისწავლო და დამერწმუნე ჩვენი წევრები როცა ზუგდიდში ჩავუვლენ ჩვენ იმდენი გადაპატიჟება ვიცით რომ შეაყვარებენ ზუგდიდს შეაყვარებენ მეგრულენას და ეს ბავშვების ერთმანეთს გაიცნობენ და ნათლიობა წავა ორდუობა რა ვიცი ყველაფერი და ოქროს მამა ჩემი ეცოდა მეგრული აი ესე და დეპატიჟებით მოდიხარ აბა დაარტყელი აი ესე ეს ჩამოთვალეთ ბატონო მე რომ უმეტესობას ვიცნობ ყველაზე პატრიოტსავსა ძალიან კარგი ხალხია აი პიროვნებები ეროვნული მიმართულების ხალხია ეროვნული შეხედულება და სწორედ ესეთი ხალხია საჭირო დღეს რომ ამ ხალხის გაერთიანება ძალიან ბევრს მოგწევს რომ სწორედ მივიყვანოთ სახელმწიფო გადარჩენა. ბოლოს ამ შეაჯამებ და მითხარი გოეთე მართალი თუ არა როცა ლაპარაკობს რომ წამის მეტყვირუნჩი შეიცდობა ადამიანის სისხლში გველურად ცინის თუ როგორ ჩვენი გარშეგვეთყობა ის ხიმილი და ის ერთობა რაც გვაერთიანებს არა ჯიბე არა რაღაცა ხელისუფლებაში მოსვლა არამედ სხვების გახარება და მე მგონი ადამიანები ამ შეიცდობენ ახლა შევძელი თუ არა და უშუალოდ ავთოს რაღაცნაირად ამ ელემენტი ჩვენება ვფიქრობ რომ ის რომ უკვე ამდენი ხალხი გაერთიანდა ესენი ხო ისინი არ არიან შეხვევითი ხალხები ამდენი ეროვნული ამდენი რაღაცა და თუ გავიზრდებით რაოდენობა აუცილებლად გადავა თვისობრივობაში და მაშინ კეთილი შემოგაყვება ბატონო იესოს
12 მოწაფე დაეწყო. ხო, ასე. შემდგომ რა და შესაძლებელია 6-12. ფაქტობრივად 12 ზოდიაქოს ნიშანია ეს, 12 მოციქულია, დიდი მადლობა მოსმენისათვის. ალბათ თვითონ თქვენგანს წამოგეჭირებათ რაღაც კითხვები, საკითხები. ზოგს ტკივილი მოგადგებათ, ზოგს სიხარული, ზოგს იმედები გაგებიძებათ, ასე რომ კავშირზე იყავით, ჩვენ ვეცდებით მომავალშიც ჩვენი აზრები. ეს რომ მიმართო ხო შეიძლება. ავტომატურად ბესიკაჯეია მითხრა ესეთი რაღაცა, ეს არის ჩემი ძმის ხუთმა რამე დროს არჩევა საქმეს და დიდ მადლობას ვუხდი იმის გამო, რომ ახლა ჩვენს გვერდით არ არის და გვაბრუნდება შორი და იმიტომ რომ ამდენი კაცი რომ იქნება შეიძლება 8-ჯერ ერთი ვიყოს, მაშინ საზოგადოებრივ მიც ჯერ იმათომდა დაიწყოს, მაგრამ მინდა გითხრათ თქვენ შორი და ყურებით ხო არაფერი არ გამოვა და რაც ბესიკაჯეია მითხრა არ გესიცხვილება ჩემო ქართველებო. აი ამ ტელევიზიაში ამას რო ნახავ და არ გადააზიარებს სიცხვილი არ არის ეს. ყველა ჩვენთაგანმა ჩვენში სიზუნილი თუ არ დამარცხდა, სიყვარული თუ არ გავერთიანდით. მე მგონი თქვენს ადგილას ახლა თუ ოჯახის უფროსია, თუ შვილია, თუ ისინია, მე აუცილებლად ვითხოვდი ჩემს ოჯახში, რომ ეს ბიჭი მართლაც ლაპარაკობს. სიცხვილია ეს. გადავაზიაროთ ეს პროგრამა და მე მარტო გადაზიარება არ არის თემურთავარ ამ შეხვედრებზე უნდა მოხვიდეთ. თქვენ უნდა მოხვიდეთ, თქვენს ოჯახს თქვენ თუ არ აჩვენეთ მამაცობა, მამაც ეძლევა ყველაფერი და ჩვენ რატომ უნდა ვიცხოვროთ ესე დარწმუნებულად, ესე ართმენს არ ვიცნობ. 5 კაცი თუ ვიდეგი და მე-6 თუ წამოვიდოდა, მასე ჩვენ ყველაფერი ვიცოდით. იმიტომ რომ სატირაში დავდიოდით, ხორცლში დავდიოდით, ერთის ტკივილი ყველას აგრე ბატონო მე და აი ძალიან ცუდი ის ტრიალებს რომ მე რა უნდა გავაკეთო, მე რა შემიძლია, მე ვინ მაგითხებს და ასეთი ეს ლოგიკა არის დამღუპველი. მე ჩემი გამოსვლიდან გამომდინარე ვიტყვით რომ როდესაც ატრაქციონების კალახი გავაკეთე და ილუზიური გამოსვლიდან გავედი რომ ფიქრობდი რომ ის 12 მზარეული უბრალოდ ისიც რაღაც არის და დავიწყე მაღაზიებში ჩაბარება, არავინ არ იბარებდა, მე ჩუქება დავიწყე წავიდა, მე ვიყიდე ყველასგან მე ჩაბარება დავიწყე სასწავლო რა მოხდა ეს კროსბილენიანი აზერბაიჯანის სომეხი ხოლმე ჩვენ ვარ ის რაღაცას აბალებს ყველაფერი გავაკეთე და საქმე წავიდა კარგად მაგრამ ერთ ცენტრალურ ბაზარში მქონდა ერთი წერტილი ამდენი არენდა ყველაფერი და რაღაცა ხდება იქ წავიდა მუშაობა არაფერი ასორტიმენტი არ არის მთელი ღამე არ მიზინია მივხვდი რომ რაღაცა წონას მოუკლეს გააკვეს შუაში ფაქტურად რომ დავაჯამე უფრო მეტად მიდია აი ამას მივხვდი გავაჩე და მესიგივე გავაკეთე და რა მოხდა გეტყვიოთ. 2 კაცი იმათან 4 ჩემთან, 7 იმათან, 12 ჩემთან და მე 12 შემდეგ რამდენი დადგა ჩემთან თუ იცი. გითხრა 300 კაცი ყოველდღე. 300 ჯოგის პრინციპმა დაიწყო მუშაობა. ანუ როგორც კი ჩვენ რაღაცას ვარს გადავწევით, ყველა მოვა და მე ბოდის ვიტყვი ამ ჯოგის პრინციპზე, მაგრამ რაოდენობა ყოველთვის გადადის თვისობრივობაში. ახლა გეკითხები. სამოქმედო გეგმა არის ბიუჯეტი არის, ყველაფერი არის გათვლილი. აი შენ ვიღაცას შეგდოს რომ ავალებ იმას 3 კაცი მაინც უნდა ყავდეს, თვითონ თუ არ შეასრულა, მაინც უნდა შეასრულოს. დღეს მე შვილი მყავდა და ჭკუა შეუჭამი ჩემს 20 იმას რომ რა უნდა იფიქროს თემური თუ დავიგვიანებ. ჩემზე იტყვის რომ პასუხისმგებლობა უნდა კონდეს. აი მოგვართავ თქვენ, ვისაც პასუხისმგებლობის ზოგა გაქვთ. ვისაც გესისწყვილებათ რომ სესხის გამო ამდენი ქალები საზღვარგარეთ, ვისაც გესისწყვილებათ ის რომ სულ პატარა რაღაცის გამო იჭერენ ადამიანს და მე მთელი ცხოვრება უბედურდება. ვისაც გესისწყვილებათ რომ 700%-იანი ფასტამატია ამ წამებში, ვისაც გესისწყვილებათ ის რომ შვილები ერთმანეთს არ იცნობენ და ვისაც გესისწყვილებათ ის რომ ბანი ყველაფერი მიტოვებულია, დაგერებულია, ხალისი არ არის, სიცოცხლე არ არის, სოფელში დარჩენილია ნარკომანები, რომელიც რაღაცას კანაპლას თესავენ, მოხუცებია დარჩენილი, ერთმანეთში არავინ არ შედის, სიძულვილია და სასწაულის საშინელი მდგომარეობა. კარგად ვინც ცხოვრობენ, იმათაც ცხელოდეთ თქვენ და იქიდანაც ბოდიში და საერთოდ ყველაფერს ხაზ გაუსვამდი მე და დავდგებოდი ამ ხალხის გვერდით და ეს აუცილებლად მოხდება. როგორ მოხდება, მაგასაც გეტყვით აგერ კონკრეტულად. კონკრეტულად მოხდება ის, რომ ჩვენ ყველა მაღაზიაში გავხსნით ამ იმას ყულავას და ყველა მაღაზია დაიწყებს დაფინანსებას, მერე გადავალთ მსხვილ გადაგრძელებთან და მსხვილ გადაგრძელების მოგეწინება რომ თქვენს უკან მონებად არის წეული ინტელექტუალი ახალგაზრდები, რომელსაც 3-500 ლარს აძლევთ ჩვენთან ისინი ერთი მიიღებს 100,000 ლარს თვეში.
იმიტომ რომ იმის ღირსნი არიან ისინი. ამიტომ მე ვიცი ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი, არავინ არ დამიჯერეთ, მაგრამ უფლისნებით ვამბობ ამას. ბუნკერებს აშენებენ 120 მეტრის სიღრმიდან ქვევით ერთმანეთში და ხო იცი რომ ესეა და არა მარტო აქ აფხაზეთში და სომხეთში და ამაში მთელი ის არის არქიტექტურა ჩართული და რაღაც ჯანმრთელად კიდე ბუნკერში როცა ბუნკერში ყავს შენი ერის საუკეთესო ნაწილი ჩამწყვეტებული ხსვენოდე თქვენ გეუბნებით ივანიშვილი არაფერშუაში არა არავინ არ შვი ის ვინც პასიურად ყავს თქვენ ხსვენოდეთ სული და გულით გეუბნები მე არ წვენი ამის რო გეუბნებით მე პირადად საშინელი ამბობა მჭირს მაგრამ მიხარია ცხოვრება იმდენ დადებით ემოციას ვიღებ და თქვენ რატო არ უნდა დაგვიგეთ და რატო არ უნდა გააკეთოთ გოდის ხიხით კიდევ ამ ლაპარაკის გულისთვის მაგრამ ქალები გეტყვიან სახში დედები გეტყვიან რომ სწორს ლაპარაკობს ესო აი ახლა მე ისეთ ადამიანებში ვარ და თავიდან თემური მასე დაიწყო ლაპარაკი ყველა ვეძებ და ვერ ვაკეთებ რატო ვერ ვაკეთებ იმიტომ რომ არ მჯერა როცა ჯერა გამარჯვების ყველაფერი გამოვიო ჩვენ ქართველები გამარჯვებისთვის ვარ და დაბადებული და არ მივეჩვევით მონობას ვისაც მონობა გინდა იმათ მე არ გეუბნებით რომ ხსვენოდეთ მე თქვენ მონობისთვის ხარ დაბადებული ვისაც მონობა არ გინდა დაგვიდექით ვერდი მოდი ჩვენთან არ მივდოთ არაფრის საქმე არ გვისაქმეა ვინ ჩვენთან მოდის იმას უნდა ბრძოლა არა ბრძოლა იმიტომ რომ ხელისუფლებას დაუპირისპირდეთ არ ვინმეს ბრძოლა იმისთვის რომ ჩვენ გავხდეთ ქართული სასწაული და ჩვენ სიბნელეში ათებული სანთელი გავხდეთ და მთელი სოფლიო დადგეს ჩვენს გვერდით და საქართველო არ დასახლებდება ასეთ კარგით მოგესალმებით მადლობა დაბადიშება ძალაშია თუ კიდე ვინმეს თქვენთან მოდა იმ არაშენდაში ის ვიაკუტარაზე კიდე როსკას მიიღებს და მოგზაურობთ თავს თქვენი საგზაო მაგრამ დიდი მადლობა ჩვენ ყველა მაყურებლებს ეს გადაცემა იწვევდება YouTube-ზე და შეგიძლიათ YouTube-ზე ჩემი ტელეფონია 574-06-06-31 მე მაინც წვეობაში ვარ გაშეთქეში 200 კაცი მირეალზე მეჯახიდან დასანქცირებული დაბადებები ყველანი ვარ დიდი სიამოვნებაში გეთახები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ უშიშროება ჩვენგან იმართებოდეს და გენერი წოდება თუმცა მილიონი მაგალითად მე ჩვენ მათი თანამშრომელი არ გავხდებით მაგრამ ისინი კი გახდებიან ჩვენ თანამშრომელი